ეს ვიდეო თუ 10,000 ლაიქზე, ნათია სამსახურიდან მოდის. ყველამ ლაიქი დავა. თუ ამ ვიდეომ მოაგროვა 10,000 ლაიქი, დათომეზი დადროპავს mixtapes. ეს ერთი ხმაური შევქნათ. გამარჯობა, გიბრუნდებით მორიგი ვლოგით. რა თქმა უნდა, ისე როგორ შეიძლება, ისევ და ისევ დავაგვიანეთ და ისევ და ისევ მელოდებოდა გიორგი. გაიაროს. ეი, გიო. მოიცა იყავი აქ. მე რო ცენტრი არ წაგო. შენ ხო საღოლ ჭკვიანურიო. უნდა გადაგიხო. კაი, მოვალ, არ დამეკარგო. გამარჯობა ბავშვებო, სახელები? ნიკა. კახი. ესე იგი, ორივესგან მაინტერესებს თქვენი აზრით ვინ მოიგებს დღეს? პირველი ბეთლი იუაჯიბანი, ჩემი აზრით ძალიან მაგარი ბეთლი იქნება და ბანისკენ ვარ მე პირადად. მე პირადად იუაჯისკენ ვარ და მგონია რომ ბანი მოიგებს მაინც. ვა, წინა ბათლები როგორ მოგეწონათ ისე ამ არტისტებისგან და ზოგადად რაც დაიწყო PvP Flow ფავორიტი ვინ არის? წინა სეზონში ტაჰა იყო ფავორიტი, ეხა ბანი არის ჩემი ფავორიტი. ჩემი ასეც ბანია ფავორიტი ამ სეზონში. ზოგადად თქვენი საყვარელი punchline-ი არის რამე გახსენდებათ? ბანისგან რო ავიღოთ, აი რო უთხრა KMC-სთან რო ქონდა punchline-ი, ხო არ გიხმარო, ეგ იყო ჩემი საუკეთესო punchline. აუ, ჩემი აზრით, აი ნიკი სლოუ აი რო ლოგო პედრიქტიდება ალო. გაცი. გამარჯობა, თქვენი სახელები? ნოდო. კოჩა. მაინტერესებს დღეს ვინ მოიგებს თქვენი აზრით? ნიკი სლოუ და მადმოსე მოიგებს და ბანი მოიგებს. მოსე და ივა. წინა ბათლები როგორ მოგეწონათ და ვინ იყო თქვენი ფავორიტი? ძალიან მაგარი იყო, წინაზე მადმოსე მოგეწონა ძალიან და ნიკი სლოუ. მოსეს ხარას ვიყავით. English or Spanish? English. თქვენ შორის პირველი ვინც გამოძრავდება გეია? აუ რა кайფი ყოფილა ესე დაკვირვება. რა кайია. ანუ ჩვენ წავედით, მადლობა ბიჭებო, ჯიგრები ხართ. გამოიწერე არხი? რა თქმა უნდა. არხი გამოწერილი გაქვს? შეგიძლია ილაპარაკო? კი. სალამი. კარგად. ტელეფონზე საუბრობ? უი, გამარჯობა. კაი, მაშინ დაგტოვებ და მერე ჩაგწევ. გაფორმება ევროპის ჩემპიონატის ძალიან საყვარელობა. დღეს ვიკითხავთ, ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ჩემი ვარაუდით ესპანეთი მოიგებს. რეზი, როგორ ხარ? მოდი შენც გადაგიღო. გამარჯობა მოსკა. რაი ეზოსახით. Change my რა შვები, აბა როგორ ხარ და დღეს რას ფიქრობ? გარდა იმისა, რაც ვიცით, მეორე ბათლზე რას ფიქრობ? რას ქვია, რაც იცით? ანუ შენ ძმაკაცზე რო ვიცით, რომ მისკენ ხარ, რა თქმა უნდა. მეგობრებო, ამის მერე დაკენსელდება ჯგუფიდან გააგდებენ. ამიტომ არ ვანახოთ, მოდი. ჩემი შექმნილი ჯგუფიდან მე თუ მაგდებენ რა ვიცი. ჩემი ძმაკაცისკენ ვარ უეჭველი. იქითაც ჩემი ძმაკაცი დგას. ნიკი მგონია რომ ბათუმში წავლენ ივა და ნიკი. წინა ბათლებზე რა სიტყვი, როგორ მოგეწონა და იმ კომენტარს რას გაკეთებ, რასაც გიწერდნენ შენ და არა მარტო შენ. წინა ბათლებზე მოდი ამას ვიტყვი. ზუსტად როგორც თქვი და ზუსტად ვინების თქვი, იმ ადამიანებს მოიგეს. ჩემი აზრით, ყველამ უნდა იბაუნსოს ყველას რაუნდს. შენ ბაუნსობდი Young Mike-ის რაუნდზე? მე ვბაუნსობდი Young Mike-ის რაუნდს. შენ საყვარელი punchline-ი? ამ სეზონში პეტლიჩკაზე ალბათ. მამაპატი Young შენ ზოას ვიზავარ შენთან არაფერი პირადული, პროსტა პანჩი კაია რა. მომისმინე, ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? არ მაინტერესებს. აი, მაშინ English or Spanish? არ მაინტერესებს არც ეგ. ვერ გამოძრები? შანსი არ გაქვს. ქართული თუ ინგლისური? შანსი არ გაქვს. თუ მეგრულზე უნდა გითხრა, ისე არ გამოდის. თუ ვაგმახან გამაგაზეს გავ. შენ საყვარელი ბათლები რომელი იყო? ივა Young Mike, ბანი KMC. პინა. ეგ ჩენ მოდი აქ. ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ბიჭო, ინგლისმა მინდა რომ მოიგოს და ესპანეთი დიდი ალბათობით მოიგებს. ქართული თუ ინგლისური? არც ერთი. პინუმ და მოსკამ დაამუღამეს რომ ამ კითხვას დასვამდი და დაიზღვიეს თამი, მაგრამ არ კაი. მეგრული თუ მეგრული შენ თარაშუაშია? ზესტაფონი თუ? ზესტაფონი ხალხი შემოვლე. მეგრელი ხალხი მიყვარს. დაძრა რა, მაინც დაძრა, ვინ არის დღევანდელ ბათლებზე რა სიტყვი? დღევანდელ ბათლებზე მანდაც ეგეთი პონტი არის რა. ივა მინდა მაგრად რომ მოიგოს. რაღაც პონჩი ორივე ნანახი მაქვს, რას აკეთებენ და 50-50-ზე მაქვს უეჭველი რა. აზრზე არ ვარ რა მოხდება.
და ნიკი მოსეზე რასაც ვიტყვი ის არის რომ ნიკისკენ ვარ რა არა ნაკლეიგებით მოძრაობ მოსე ზანგიში ბიჭია აუ ნახე რა ისე მეტყობა ძალიან ფეიქი არაფერი არ მიყვარს მაგრამ შენ გიხდება და რა ცუდი რაღაცა თქვი ანუ ეგ ამოჭერი და რა არც არაფერი რა ხომ არა რატო ანუ არც არაფერი დღეს ყველაფერში უნდა იმას ესე იგი ყველა მიმი გამიფუჭა ტიპმა ამ დროს აი ედო მიხდი რა თქვი Uno reverse card. მოიცა არ შენ არ იქნები აქ წამყვანი. ანუ არ მაინტერესებს მე ჩემთან ვიღებ რაღაცას ლაპარაკობს და ტერიტორია ამახია მაგრამ არ გამოუვა იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშახა. ხო მოკლედ რას ფიქრობ დღევანდელ ბათლებს შენ რას ფიქრობ რა მოლოდინები გაქვს? მეგობრებო დღეს გაუგებრობა მოხდა ამას არ ველოდებოდით მაგრამ როგორც ხედავთ ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი ეს უკვე როლებს შევიდა უბრალოდ თამაშზე გეკითხები რა თამაშის დღეს იქნება ива chill ива არ ხარ გეი ხარ ოკეი კაი მაშინ მე მგონია რომ ინგლისი მოიგებს რა იმიტომ რომ ეგრე იციან ხოლმე რაღაც მიხოხდებიან ხოლმე ფინალამდე და მე რაღაცა ესეთი რაღაცები ხდება რა კაი ეგ დავიკიდოთ დღეს ვინ ინგლისი თუ ჩემი ასეთ ესპანეთი მოიგებს ავედით მოკლედ არ ვიცი რა ხდება არ ვიცი საიდან დავიწყო მაგრამ სამწუხაროდ ნათია YouTube-დან მიდის და მე გავაგრძელებ ნათიას არხზე დღეიდან მოღვაწეობას ყველა გულები გავუსპამოთ ნათიას ჩატში რომ წავიდა YouTube-დან და დაგვდავა რა გინდა ძმა ორი პატარა კოკა-კოლა არ გამოჩნდები გაგინდა ბიჭო არ გინდა ხო არ გაგიჩითავ აი დაშინებული მყავს კაქტუსის ბიჭები მეგობრებო მომენატრა ბათუმი მომე კაიხანი არ ყოფილვარ და ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი თამაშზე ვკითხულობ ევროპის ჩემპიონატი ანუ მე მაინც ხოვაზე ხარ ესპანეთი ამას აქ რა უნდა ჯამატ შენ ჩემი ქორწილის ვიდეოს უნდა ედიტებდე ახლა მე ზახიან რა უნდა მე მომენატრა ნათიას ლოგებში ყავნა გამარჯობათ მე ვარ ჯამატ ავიტყოდი ედიტორი ვარ გადამღები ვარ მეთქი მაგრამ დღეს მონა ვარ პეტენაზე დამაჭერინა კამერა PVP-ს იღებო ხო და აქ ამოანათე რომ ჯამატა PVP კამერა მენ ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი თამაში დღეს ინგლისმა რო არ მოიგოს მე ცოცხალი სახში არ წავალ. ქართული თუ ინგლისური შენ იყავი აქ დაგტოვებთ მოკლედ ეს არის ჩემი სტრატეგია რომ დღეს ჯამატამ ვლოგი არ გადაიღოს ამიტომ აი ამ მდგომარეობაში ვტოვებ yes 1-0 წავედით Medmos ჯერ მაინტერესებს სწორად წარმოვთქვამ თუ არა იმიტომ რომ პროსტა Medmos-ს იძახიან და ანუ ვინ ცდება არც ერთი იმიტომ რომ ქართულად Medmos-ე არის და ინგლისურად თუ ამბობ Medmos-ა ჩენი თავით რამდენად კმაყოფილი ხარ წინა ბათლიდან და დღეს როგორ ხარ მზად წინა ბათლიდან კმაყოფილი ვარ, რაღაცა ერთი მომენტი იყო, რომელთაც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ მთლიანობაში 90% კმაყოფილი ვარ. დღევანდელ ბათლზე არ ვიცი, გადატენილი ვარ მოსული, ნახოთ რა იქნება. ის მოწინააღმდეგესაც არ ვიცი რა ევერები აქვს, შეიძლება კაია, შეიძლება ცუდი. კაი, უფრო რო კაია. მოწინააღმდეგეზე რა სიტყვი ბარემ სიტყვა მოიტანა? სამრაუნდში არ გეტყვი. პრობლემა ქონდა ხმაზე წინა გამოსვლაზე რაღაც დილეი ქონდა თუ yes ქონდა ერთ მომენტში ანუ რა იყო ზუსტად აღარ მახსოვს ეგრე რა იქ ექშენში რო ხარ ზუსტად ვერ იმახსოვრებ რა შეგიშალა ხელი მაგრამ მომენტში შემომივიდა ხალხის ხმა და ბითი გავიგე სხვა მხრიდან რაზეც გადავეწყე მერე და ამოვარდი რა და მერე რო დამიბრუნდა იქ გავასწორე რა მე იმასაც ვიძახი მეტყობა კიდეც რო ვიდებ ხელს ხო და ნუ ეგეთი რაღაცა იყო რა მთლიანობაში არ იყო ძალიან გაუმართავი მაგრამ იქ მომენტებში ძალიან ცუდად ურტყავდა რა ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი ინგლისი მოიგებს იმიტომ რომ ნაგავ ფეხბურთს თამაშობს და ზოგადად ნაგავ ფეხბურთს თუ თამაშობენ ხოლმე ძირითადად ფინალებს იგებენ შენი საყვარელი punchline-ი ჯერ კიდე არ გაუცნიათ დედაჩემს და მამაჩემს ერთმანეთს ბიგელი მეგობრებო goatee ლეგენდა ყოჩაღ რომ ეგ აღნიშნე ანუ ეს გადმოთარგმნა თორე ინგლისურად არის კაი ახლა შენი და მე სხვა ქართული ჩემები არ მახსოვს სიმართლე რო ვთქვა
humble ის არის რა პიროვნება. და ქართული პელესი მახსოვს USB-ს რო აერთებდა პირველივეზე ეგ გაასწორა მაგან. USB-ს ვაერთებ პირველივეზე. ისეთი punchline-ი თუ გაქვს, რისი ახსნაც მაგალითად გესურვებოდა. წინა ბეთლიდან გამომდინარე. რას არ მიაქცევდა ყურადღებას არავინ რა. ერთ მომენტში ვიძახი რომ მე ვარ ზიბეთი ამ დაჟანგული ზამბარათი თქო. ეგ არის Magic Roundabout-ის პერსონაჟი, აი ეს ტიპი არის რა. ჯადოსნური კარუსელიდან. ეს მეც ცნობა ეს ტიპი. რა ბოროტი ტიპი. და დაჟანგული ზამბარა აქვს და მსოფლიოს გაყინვაზე ჩალიჩობს. ხო და მაგას ვიცოდი რომ ვერავინ ვერ გაარტყავდა და არავის არის ან თუ ნანახი აქვს ხო ბაზარი არ არის მიხვდებოდნენ და გაუსწორდებოდათ მაგრამ თლიანობაში ეგ არის რა რასაც ვერ მიხვდებოდნენ მგონია რომ ეგ არის ერთი ბარემ სპოილერი არ გამოვა და გითხარი დღევანდელი დანშანი ფავორიტი ლაინი არ მახსოვს რაღაცა გექნება აუ ძალიან ცუდი არის ძალიან ცუდი ლაინია არ მინდა მაგის თქო კაი სხვას ვიტყვი მაიცა აუ არ ვიცი არ მახსოვს ეგრე რა აი ხაიშალა გადაცემა ბიტი უნდა დაიწყოს და მე მახსოვს პანჩლაინები ეხლა ესე კონკრეტული არ მახსოვს სუნთქვაზე თუ იმუშავე იმიტომ რომ იყო რაღაც პრობლემები წინაბათლიდან გამომდინარე და გიყვარს ტექნიკური რაღაცების დაჭერა და საკმაოდ რთულია ხოლმე ბიტზე და მაგ შემთხვევაში მზად ხარ ეხლა მაგ ხო კაკრას ძალიან ტექნიკური რაღაცეები და თითქმის სამივე რაუნდი ეგეთი მაქვს რა ბოლო რაუნდი მქონდა ისეთი რომ 12 სხვადასხვა ფლოუს ვაკეთებდი, არა, დაჟე 15-ს, მე შევამოკლე და 12-ზე ჩამოვედი. ეგ რაუნდი ძალიან ძნელი შესასრულებელია და ვაფშე და პირველი რაუნდის ძნელი შესასრულებელია და მეორეც, მაგრამ იმედი მაქვს რომ გავართმევ თავს. მეორე ბათლზე რას ფიქრობ? შენ გასაგებია ბანი versus ива. აუ ისინი ორივე მოსმენილი მაქვს და არ ვიცი რაღაც სასწაული იქნება. ძალიან მაგარი პანჩლაინები აქვს ბანის, ძალიან კარგი ფლოუ აქვს ივას. კარგი პანჩებიც აქვს, რა ვიცი, 100-ზე არა ვარ მართლა, ალბათ 50-50-ზე იქნება. ეს კიდე აქვს დღეს. დღეს რაღაცა ეგეთ ვაიბზე ვარ, ჯილიდან ხალხს მოძღვრავ და ცხოვრებისეულ რაღაცებს გვაზრობ და შენი საყვარელი სიბრძნე რომელია? სიცრუისა. დღესაც ჟიური ხარ შემთხვევით? ორი. როგორი განწირული. რა თქმა უნდა. კაი და აი წინაზე რო ვიყავ ჟიური კიდე off-season battle იყო და ანუ რაღაც ისეც არ უწყვეტავ ადამიანს ანუ ყველანაირად ვცდილობ რომ ის ვიყო რა ანუ მაქსიმალურად ნეიტრალური და რაღაცეები მაგრამ რო უყურებ რა ვიდეოს ხო ქონია ის მომენტი გადაახვევ რა თქვა და რაღაცეები აქ რო უსმენ და რა თქვა და რო დაფიქრდები რა თქვა მე შემდეგ ლაინებს გამოტოვებ რა მესმის შენი ძალიან რთულია მეგობრებო ჟიურად ყოფნა დიდი პასუხისგებლობა გიო დღეს ვინ მოიგებს ინგლისით თუ ესპანეთით ინგლისი. ჯუდ ბელინგემი ოქროსბურთი უაჭვალი. მაგრამ კიდე ესპანეთი მოიგებს თუ ინგლისი. თავარია არავინ არ გაიტანოს გოლი, ანუ ოლმო მაგაიტანოს და იმან. დადებული გაქვს ძმა? არა, მე მინდა რომ იქნები ქავთაძემაც აიყოს რა. ოქროსბურთს კი მაგის გამო. და იმედია ვიღაც არ გაგიჟდება და ჰეტრიკს არ გააკეთებს ხვალ. შენ ესპანეთისკენ, შენ ხო გერმანია. უი, მე ვიზიარებ. შენც მითხარი ეგრე საფრანგეთი მინდოდა, ნუ საქართველოს მე რა თქმა უნდა. მე გერმანია, ნუ თან გერმანიაშია თამაშები და ხო კი საქართველოს და საქართველოს გერმანიაო აი ნახეთ არა ეგ ერთი წამი ეს ამოჭერი გიორგი ამოჭერი არა ამოჭერი ერთ წამ დამაბნი არ ვუსმენდი უბრალოდ გერმანიას რო ახსენებ მეთქი ესპანური პირველი ვინც გამოძრავდება გეია ლაპარაკი შეიძლება შენ რო ესე აკეთებ ეგ არ ითვლება? არა. და რა უნდა ითვლებოდეს? მოძრაობა. დაგერხა. ბზიკია თავზე იმედი კიბელსკი. ვაიმე ბზიკია მართლა გიორგი ბზიკია ვაიმე. აუ მომაწყო. მეგრელი რასელოდა. რჩევა ნომერი პირველი მეგრელებს არ ენდო. დღევანდელ ბათლებზე რა სიტყვა? არ ვიცი, ძალიან სიგიჟე იქნება წესით. ყველაფერი არის მომზადება საუნდი ისე იმდენჯერ შევა გამართეთ საუნდი პრობლემა არ იყო წინაზე პრობლემა ერთადერთი რაც იყო მაგაზე კიდე ვილაპარაკებთ რომ დაბალანსებული იყო ბიტები მონოჰოლის ნაირ დიდ სივრცეზე სადაც ლიმიტერი გიშვებს მაქსიმალურად და აქ მაგის სივრცეზე რა იყო დაბალანსებული რაღაც მომენტებში ოდნავ
ქვევით ლიმიტერი აგდებდა, როცა პიკავდა რა ინსტრუმენტალი. და ეგ მომენტი შეიძლება შეგეშალოს, როგორც იმ თემაში თუ არ ხარ მაქსიმალურად მზად. შენც ხო გამოდიხარ სცენას, შენც ხო იცი ეგ როგორ რაღაცა თუ იდეალურად იცი ტექსტი და ყველა პანჩი, ყველა სიტყვა გაქვს თავში დალაგებული სწორად, რაც არ უნდა მოხდეს ატომური ბომბი აფეთქდეს, არ შეგიშლის ხელს. მე ყოველთვის მეშლებოდა სცენაზე იმ მომენტში, როცა კი ჩვენ დროს ვაფშე საშინელი საუნდი იყო ყველა კლუბში და იმ მომენტში მეშლებოდა, რომ ახალი დაწერილი ტრეკია, ერთი კვირის დავწერე და ვიცი რომ უნდა გამოვიტანო. და შესაბამისად ცუდად ვიცი ტექსტი. მაგ მომენტში ყველაფერი მიშ და ინიკა რაღაც ესე გამიკეთებდა სცენაზე და უკვე მაგაზეც მავიწყდებოდა ტექსტი. იმიტომ რომ არ ვიყავი ამ ტრეკისთვის კონკრეტულად მომზადებული, ეგ მომენტია. მაგიტომაც შემიძლია თქვა რომ მომზადებენ და პირველ ფინალზე ძალიან დიდი პრობლემა იყო ყურში, იმიტომ რომ ანტენა იყო სცენაზე და ეგ ვერ გავთვალთ, იმიტომ რომ არავინ არ აკეთებდა ეგეთ რაღაცებს საქართველოში მონახულში ხომ მით უმეტეს. და მან საერთოდ ითიშებოდა საუნდი პერიოდულად და დილეი იყო, ანუ დილეიერი რა გვიანებს ხმა ის შორიდან ხო იყო სცენა. მაგრამ იმანაც არ შეუშალა არც ტაჰას, არც მოსკას, არც სკაის, არც ბანს და იდეალურად იცოდნენ თავის ტექსტები. ოკეი, შენი საყვარელი პანჩლაინი? 7 წლის განმავლობაში? ერთი წყალზე მევასება, გროტასკმა რო გაუკეთა. არა. კეიჯს რო გაუკეთა, გადააფუთხა. ხო, არ ფრისტაილი არ იყო, დალაგებული ქონდა. თვითონ შიგნით ქონდა სეტაპში, მე მგონი რომ თავიდან მოიფიქრა და იქ იყო ძალიან იმენა გადააობა. აქ დაწყა. არა, უბრალოდ ამივსე სანამ ეს გაშრა. რა ბევრი პანჩლაინია ეგეთი. PvP flow-და? ფიბას კონსტრუქცია. უეჭველი ეს სეტაპი მეტროებზე იყო რაღაცა ვაიმე მეთქი რა. ოკეი და მაიკის მეორე რაუნდი როგორ მოგეწონა და ცეკვა? მაიკის ყველაზე მეტად ცეკვას არ ვაფასებ. შეგიძლიათ არ იცეკვოთ არტისტებო მაგის ცალკე პროექტი გვექნება იქ იცეკვეთ. მაგრამ მაიკის მომეწონა უეჭველი ლუიჯიზე. მაგაზე მარიოზე იყო გენიალური. ასაბმობზე რო ეღადავა მაგარი იყო. მოპოდკასტო ხართ, მოჰიპ-ჰოპო ხართ და რაღა ეგეც იყო მაგარი. აი სამი კი თავში შამიშდა. ცეკვას არ ვაფასებ. ცეკვას სხვა ხალხი შეაფასებს PvP Slam-ზე. ძალიან ბევრი კარგიც წამიკითხავს კომენტარებში და ცუდიც და იდეაში ერთადერთი კრიტიკის ყოველთვის მესმის და პირიქით კრიტიკა უნდა იყოს, როგორც კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი. მე რო ვიღაცა ტრეკს დამწყები არტისტი მიგზავნის, მე მაგაზე ანუ პირობითად აი პირდაპირ თქვით, ვინდა ტუდა და აი ადამიანი მიგზავნის ტრეკს და როგორ და ყლეობა მაგას არასდროს არ ვეტყვი ადამიანს. ყოველთვის ვეუბნები აქ რიტმიდან ამოვარდი, ეს პანჩლაინი ცუდი იყო, აქ წყობა გაქვს ძალიან ის კვადრატული და ცოტა დაბალ ისინი გააკეთეთ რაღაცეები, ხო ხდები. ცოტა გააძერს კი შენი წერის მანერა. ესე კრიტიკას ვეუბნები. შესაბამისად, ვისაც რამე არ მოწონს ჩვენ პროექტში, შეგიძლიათ ეს პუნქტებად დაალაგოთ, თქვენ როგორ ხედავთ და მაგას უკვე იქიდან გამომდინარე გადაწყვეტავთ, რომ მარტო ჩვენ ხო არ წყვეტავთ არტისტებიც, როგორც არტისტებს უნდათ ასე შემდეგ, ჯამში ესე ვჯდებით მთელი თიმი და ფიქრობთ რა, როგორ ჯობია. და ჯამში ძალიან დიდი მადლობა ხალხს, რომ გვასაპორტებენ, იმიტომ რომ იდეაში იმით, რომ ჩვენ ამდენი საპორტს ვიღებთ, ეს საპორტი ნაწილდება თუნდაც შენარღზე არტისტებზე, იმ არტისტებზეც, ვინც უშუალოდ არაა პროექტში, მაგრამ სიტყვაზე საჯის დონეზეა. ან ზოგი არტისტი მონაწილეობს ჩვენთან, როგორც ხმის ინჟინერი, როგორც ბიტმეიკერი და ასე შემდეგ და ეგ მთელ აი ამ იერარქიას ესე რომ ვთქვა, დადგება ძალიან მაგრად გინდ ფინანსურად, გინდ ის ნახვების პონჩი, ხარისხის პონჩი და მაგიტომაც ცოტა გლობალურად იფიქრეთ, რომ მოგება წაგების თემა არა, აქ არის იმის თემა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჰიპ-ჰოპი ავწიოთ. ზოგადად ჟანრი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ჯგუფია, რომელი არტისტია, გოგოა, ბიჭი, არავი 40 წლისაა თუ 16-ისაა, ზოგადად ინდუსტრია უნდა ავწიოთ ყველა მეტად. მე ჯამში ჩემთვის ეგაა პრიორიტეტი, სხვა არაფერი. კეი, რას აპირებ ახალ ტრეკებზე, აბა რა ხდება? ბოლოს რო გელაპარაკე, ხო გითხარ რაღაც 17, ანუ 30 სიმღერა მაქვს და უკვე ისე ვარ, რომ ანუ აღარ ანუ რო ვუყურებ, მეთქი საიდან დავიწყოთ და დამიქსვად რა, არ ვიცი. ეხა ვიღებ კლიპს, Love Song-ი ვინც გადაგვიყო, ერეკლე, დავჯექით, რაც დაევარსა ეგ სიმღერა არჩია და მაგაზე რაღაცას ვიღებთ რა. როდისთვის ველოდოთ? რავი, მინდა რომ ამ თვეში მოვიდეთ, დღეს არის ხვი არის, შუა თვე არის. არ ვიცი როგორ მაესწრება, მაგრამ რავი, მინდა რომ ეს რეპერები მეგობრებო არენდოთ, სულ გვპირდებიან, აი ეხლა ორ კვირაში და გადის წლები და არ დროპავ. Love Songs-ს რო ვიღებდით, რუსიას თორავს, რა ბაროდის დაარეალიზებთო და რაღაცა ეთეისაძემ ალბათ ორ კვირაშიო მაქსიმუმად რაღაცა მეთქი არა სამ თვეში ალბათ თქორა და არა სამ თვეში ძალიან ბევრია და მაგ ქედან დავდეთ 8 თვეში. ანუ 8 თვე იდო. კაი, რამდენ ტრეკიანი ალბომი იქნება და სინგლებად? ალბომში 10 ტრეკზე მეტი არ მინდა და ან ყველაზე კაი რაღაცები რაც იქნება, ან სტილისტიკურად მსგავსი მაგეები შევყრი ალბომში და დანარჩენებს გამოვყრი რა, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. ზოგადად შენი აზრი მაინტერესებს PvP Flow-ზე, რაც დაიწყე ჩაერთე ყურება, ჟიურობა და ასე შემდეგ და ფავორიტი თუ ყავს ან დღევანდელი ბათლებისგან რა მოლოდინი გაქვს? ფავორიტი მართლა არ მყავს. დღევანდელი ბათლებისგან ის მოლოდინი მაქვს, რომ თავის თავს გადააბიჯებს ყველა.
ბევრს შრომობენ, თვითონ არტისტებიც, ეს ბიჭებიც მაგრაში შრომობენ, რომ არტისტებმა სწორად იშრომონ, მიმართულებას აძლევენ და ატყობს ყველა ალბათ, რომ ბეთლემეთამდე ძალიან ვითარდებიან და რა. წინა ბათლები როგორ მოგეწონა? შოკ ველი უქონდა იმენა წინა ბეთლებს, ან კაი იყო ძალიან. როგორია ჟიურობა? მაგრა არ მისწორდება. ან სვეტში მაგრა არ მისწორდება. მეგობრებო, აძალებენ кейჯის. წინაზე რო ვიყავი ჟიური. Off-season battle იყო, მან ოკეი, რაღაცა. მანთან გავტესტე მეთქი როგორი არის და მაგრამ არ გამისწორდა და მეორეთ რო უნდა ყოფილიყავი ჟიური, გლანდების ოპერაცია მქონდა, ახალი გაკეთებული, ვერ ვლაპარაკობდი და მეთქი რა კაი მიზეზი მაგრა, მეთქი ვერ მოვალ ძმა. კაი, ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? არ უყურებ? ჩვენ თამაშებს უყურე და მაგის მე არ ვიცი ვაფშე რა ხდება. ალბათ ესპანეთი თუ მეკითხები, იმიტომ რომ ეგ გავიგე რომ ინგლისის ტიპები ეძახდნენ რომ საქართველოს კარგად თამაშობს ჩვენებზე კარგად და რაღაცაები ხო და ესპანეთის თამაში კი ვნახე. ნიკის რო ეუნებოდი რაღაცა ფრაზას და ჩემზე უკეთ ვერ იზამა თუ რაღაცა. რა ფრაზა არის? დარა. ეგ და მეორე ფრაზა რა არის? ხომ არა, რატო? ხო. საიდან მოდის ეგენი? ვაიმე, კაი არის სიმართლა. კარგი, მოდის სიმართლეს ავხადოთ ფარდა. ანუ ცალკე გარჩევა რო გააკეთეს ნიკიმ და პელემ პირველად. ერთმანეთს რო ვიდეო რო. ხო, ნიკი ამბობს, აი, პელე ხომ იზის წინო და პირდაპირ ვეტყვიო რა პრობლემაა, რომ პელე არა ბიჭო და მე თქვა დარა. და ესე უყურებს პელეს და პელე გაუცებულია და ხომ არა, რატო? აუ, რა სიძახი მართლა. აგერ წინ მიზიხარ და პელე არა ყლე ბიჭო დარა. აგერ პირში გეუბნერ. ხომ არა, რატო? დარა. 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 ხომ არა, რა? დარა ვოლორი. ხომ არა, რატო? ხვედე. მზად ხარ დღეს? აუ 100%, 1000, 110-იც, რა ვიცი, ყველა პროცენტით მზად ვარ. შენს წინა ბათლზე უკეთესი ბათლი გექნება? კი, გაცილებით. კი. იმიტომ რომ დღეს ისეთ flows გაიგონებთ, რომელი flows არც ერთ ყოველ შემთხვევაში ქართველ hip-hop არტისტს არ უქნია. ოპონენტზე რას გვეტყვი? ოპონენტი კაი ბიჭია ძალიან. სასიამოვნოდ გამაკვირვა პელესთან ბეთლში, მიუხედავად პელეს ამბებისა. რაც უნდა მეგზნო ის მუხტი და პანჩი იცის, რაღაცები იცის რა. მაინც ჩემთვის ახალი ტიპია რა, ინფორმაციულ დონეზე ვგულისხმობ, არც მის შემოქმედებას ვიცნობ კარგად რა. მაგრამ რაც ვნახე და რაც ჩანს და მან ფაქტი რაც წინ გვიდგას, ძალიან კაი ბიჭია. ჩემი აზრით ოპონენტის მიმართ პატივისცემა თუ არ გაქვს და ტირანი ტიპი, ტირანის როლში თუ იჩითები და გინდა დაჩაგრო მაქსიმალურად და ამისთვის ყველანაირი ლეც იყენებ, ჩემი აზრით წააგებ ყოველთვის. იმიტომ რომ ჯერ ისეთ ტიპთან რა მინდა ხო, რომელსაც პატივს არ ვცემ, რატო ვიყენებ პირისპირ და რატო ვისმენ მაშინ მისგან ესეთ რაღაცებს. ესე იგი პატივს უნდა ვცემდე რაღაცა მხრივ, ხო? და შენ პელეს გარეშე რატო მოხვედი? მე და პელე ცოტა ხანი დავშორტი. სიუმანია დაუბერა, არა, ხუმრობით რა თქმა უნდა. ხო, თოლმა დაუბერა. რაც დავიწყე მომზადება კონკრეტულად ამ ბეთლისთვის, მე თვითონ ჩავიკეტე რა, სახში არავისთან არ ვკონტაქტობ, გადაცემებშიც არსად არ დავდივარ, უბრალოდ just სახში ვზივარ და ვემზადები მთელი ეს პერიოდი, რომ დღეს ის განახოთ, რაც იქნება დღეს. შენი საყვარელი punchline-ი დღევანდელი შენი ბათლიდან. სეტაპია პროსტა პანჩი, არა, მთლიანი პანჩი. მოსე ის ტიპია რომ გვიდებს ჯიბეში, მოსე ის ტიპია ვინც აგზავნის ციხეში, მოსე ის ტიპია რომ ხარს უჭერს ფრაქციებს. წინა ბეთლიდან ჩემი საყვარელი ლაინი ლიზა სეტაპი. აუ, ვეჭველი. ლოგოპედი გჭირდება ლო, ჩემი შესაძერბილია ლო, მაგრამ მოიცა გულს ნუ მიწუხებ გაცი ლო, ლოგოპედი გჭირდება ლო, ჩემი შესაძერბილია ლო, ჩემი სტილი არ ბილია ლო, უმარტივესი კილია ლო, ვიცი მძიმე ატვირთია ლო, წვალობ დილიდან არ თქვა ლო, ეს პანჩია ოღონდ ლო. იმისთვის ცოტა სხვანაირად მოვემზადე და იმასაც ვიტყვი რომ უფრო მეტად მოვემზადე, ვიდრე მოვემზადე პელესთან. იმიტომ რომ დიდი პასუხისგებლობა მიწევს ბეთლი ტიპთან, რომელმაც გააგდო ის ტიპი, რომელმაც მე დამამარცხა. აბა ისო, მაგარი პანჩები გქონდა რომ ამბობდი. არა, დამამარცხა, ვერ ხედავ, დამამარცხა, ვერ. დღეს ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ინგლისი მოიგებს, ინგლისი უეჭველი ჩემთას აწევს. დღეს ეს, ანუ ვიცი იმენა. პროსტა ჩემი აზრი კი არა, ესე ვიცი რომ ესე იქნება. ინგლისური თუ ქართული? ქართული. პირველი ვინც გამოწრავდება გეია. შენ გიძლია ელაპარაკო.
მაგრამ აუ ეს არ ნებდება ხალხო. ყველაზე რთული ოპონენტია, ვაფშე არ შეიცვალა გასწორებლად ზეგლივით. გინდა ეგრე დაქტოვა მოსესთან ბათლამდე და ჩვენ წავიდეთ. ლოგოპედი გჭირდება დარა. ხომ არა რატო? ხვედე დარა. ჩემზე უკეთ ვერ გამოგივა. დაუ ვინ არის? საღო. ღმერთო ჩემ. საქმით ხო დავამტკიცე და აი ამდენად ჰეტერო ვარ ძმებო. და დედო. გაიცანით ნიკო, ვინც არის ცნობთ ნიკომ ყველაფერი იცის PvP Flow-ზე და თითქმის ზეპირად იცის ტახას ყველაფერი, ხო? კი, რა თქმა უნდა, ანუ თითქმის არა. ოკეი, შენი საყვარელი punchline-ი ტახას რაუნდებიდან. აი მოსკათ ვარ მეტყენს ის მომწონს რა. აი შენზე მაღალი ვიქრები მიწაში თუ ჩავწევი. Bars, იცის ბავშვმა, ანუ punchline-ის მნიშვნელობა. ძალიან მომწონს. მევდგავარქვი სახი და როგორც მდორდი სახლი, ფერიგე კარგება, რადგან იცი ჩემ განისწავლე და მასწავლებას წისავდე პატარა ბიჭო მიაგდე, მაშინაც ლიკინენ არამეს როცა მიაღწევ. ორადორი მეგობარი, ბანი კამიორი, გვამი მანამდე ცხენად ქომი, მან ჩეპურსლებზე ორი გამიწუნკა ლაძაღლი თუ არ ხარ მიდი ჯოხი მომიტანე. მაინტერესებს დღევანდელ ბათლებზე რას ფიქრობ, ფავორიტი თუ ყავს და ვინ მოიგებს ორი ადამიანიდან. აი ბანი ძალიან მოხდილია ეხა ამ სეზონში ბანი მგონია და მედმოსე მგონია რა. აი ნიკის ძალიან კაი ბიჭია, მაგრამ აი მედმოსი და ბანი მგონია რომ ფინალში გავა. წინა ბათლი როგორ მოგეწონა ბათლები? ძალიან მაგარი იყო. მედმოსე დამწყებით და იუაჯირო იყო, მაგიტომ მაგათ ბალეშიკობდი არა და ორივე ძალიან მევასება პელეთს და იანგიც. ამიტომ მოიგო ის ვისაც ბალეშიკობდი წინაზეც და ეხაც მოიგებს იმედია. საყვარელი რაუნდი თუ გქონდა ან მომენტი წინა ბათლებიდან? წინა ბათლებიდან იმის მეორე რაუნდი, მედმოსეს მეორე რაუნდი და ბანის პირველი რაუნდი. მეორე რაუნდი ბანის იცვოდიში. ფეხბურთს უყურებ? კი, ფეხბურთელი ვარ. და დღეს რა თქმა უნდა ესპანეთი მოიგებს, იმიტომ რომ შვეიცარიასთან ინგლისს გაუმართლა და მგონია რომ ესპანეთი მოიგებს, წაიღებს რა თავს რა. იამალი. რა პოზიციაზე თამაშობ? შუაში. შუა ნახევარმცველი. მომისმინე, შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? ნეიმარი. დიდი ხანია უბალეშიკობ, აი ჩემი ოთახში რომ შემოხვიდა ის ნეიმარის პლაკატები მაქვს და ძალიან დიდი ხანია ნეიმარს უბალეშიკობ. მაგრამ ეხლა რაც გააკეთა ძალიან ცუდია. რა? ანუ არ თამაშობს ეხლა ფეხბურთს რა, ტკივა ფეხი, მაგრამ მართლა ისე არა ტკივა რომ ფეხბურთი არ ითამაშოს. გადისა ნეიმარი გაიდისა მეგობრებო ჩვენს ვლოგში. MC ნიკო, შენ რო რეპერი არ გამოხვიდე და MC არ გამოხვიდე, არ გაპატიებ. არ ფეხბურთელი ვარ რა. უი, კაი, რომელს აირჩევდი ფეხბურთელობას თუ რეპერობას? რა თქმა უნდა ფეხბურთელობას რა, რეპი არის ჰობი. ჩემი ძმა კაცი ვინ არის? ჩემი ძმა კაცი. მაგარი კაცი. ანუ რეპი არის ჰობი რა. რეპი არის ჰობი? ფეხბურთელი ვარ. ფეხბურთელი ხარ? არ იცოდი? შენ გინაცვალე არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი. აბა ვინ არის საყვარელი ფეხბურთელი შენი? მე ვარ? არა. ისეთივე MC ხარ რა. შენ ხარ ისეთივე MC როგორც ფეხბურთელი ვარ. არა, ჩემი ძმა ხარ. მესი? არა, მესი. არა, შენი აზრით ახლა. მესი და რონალდო არა. არ უყვარს ფეხბურთი მოსკას და ანებენ. არა, ისეთივე MC ხარო, ესე იგი დაბალი. არა. ნეიმარი. გამოიწრო აი ნეიმარიო თქვა. შენ მოკლედ ჩემი აზრით ნიკომ თავის გადაცემა უნდა მოხოდოს. რა სიტყვი? აი გადაცემაზე არ ვიცი, მაგრამ აი წეღრას ვკითხე რა. აი რეპი არის ჰობი, აი ფეხბურთელი რო ვარ, აი მემფის დეპაი თუ იცი? ხო. ჰოლანდიის ფეხბურთელი. ეგეც რეპერია. საყვარელი ნაკრები? საქართველოს გარდა? აი მე ყოჩა ხო? საქართველოს გარდა ბრაზილია. საყვარელი გუნდი? საყვარელი გუნდი Manchester City. აი ეს წელი ძალიან მაგარი იქონდა რა 2023. აი მომწონს რა, მაინც ან De Bruyne-ს ანუ ისეთი სტილი აქვს. მაინც რო მომწონს. აი ანჩელოტი, ხო იცი, Real Madrid-ის. აი ეგრევე რო აწია წარბი, აი ხო ხედავ რომ აი რაღაცა გააკეთა. ანუ ჩვენ ვერაფერს ვერ აკეთებდა Real Madrid-ი Manchester City-სთან ეხა რო თამაში იყო რა. და აი პენერებში ანუ ყველამ ვერ დაარტყა ისე როგორც უნდა დაარტყა და მაგითო წავაგეთი. Bayern-ზე რას ფიქრობ? Bayern-ი ძალიან მაგარი გუნდია, გერმანული გუნდია და აი ძალიან მაგარია რა Bayern-ის რა, მაგრამ მაინც მე Manchester City-ს ბალეშიკობ რა. იმას თუ უყურებ რა ქვია, პრემიერ ლიგას. პრემიერ ლიგას რა თქმა უნდა.
არ ტოვებ ხოლმე თამაშებს? არა. ანუ მაინც რა იციქება City ყველგან, ანუ City ხა United-ი და City რო ხდება ხოლმე. აი ვიცი რომ City უეჭველი იგებს რა, იმიტომ რომ United-ს ხა ჩავარდნილი აქვს ეს სეზონი. ანუ ვერ თამაშობს ისე კარგად რა. შენ რო გაიზრდები და ფეხბურთელი გახდები, სად გინდა რომ აგიყვანა რომელ კლუბში? Manchester City-ში მინდა რა. აი Real Madrid-მა რო შემოთავაზეს არ წავალ. ეს კადრები ისტორიას დარჩება და ეგ დღე რო დადგება, როცა შესთავაზებენ და არ წავალ. აი არ წავალ. აი არ მომწონს Real Madrid-ი რა. მე ვფიქრობ, რომ კარგი კომენტატორიც იქნებოდი, არ გინდა? კარგი. აი არა, აი გერმანიაში ვიყავი ხა თამაშზე რა. ორივე თამაშზე ვიყავი, დავრჩი რა, თან მარტო ერთზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დავრჩი. და ის კომენტატორი შემხვდა, მიდის სანახავად რო არის. აი მამა ჩემს აქ ვიდეო, აი მეუბნებოდა რომ ანუ ეხა რასაც ეუბნებიო, ზუსტად ეგრე მოხდებაო, რომ აი უეჭველი შენ გახდები ისეთი ფეხბურთელი და მე ანუ იმას ვიტყვე რომ ეს ბიჭი მე შემხვდა და მოდიოდა შემთხვევით თამაშზეო. აუ ეხლა ავტირდები რა გინდათ? ეს სენსიტიური მომენტები მიყვარს ხოლმე. მე მართლა მჯერა შენი და დარწმუნებული ვარ რომ შენს ოცნებას აიხდენა ძალიან გულშემატკივრობ, მაგრამ მინდა რომ თან ჰობიც შეინარჩუნო იმ სინგის სახით. მომწონს რა ეს უბრალოდ რეპავ ხოლმე თორე ისე არა. არ გინდა ჟიურიში დაგაყენოთ? ჟიურიში დავდგებოდი დიდი სიამოვნებით. ინგლისური თუ ქართული? ვინც პირველი გაინძრევა გეია. ჩანიჩო. შეხარ კაკადო და იარ მანერეს მაინერ. ვიჩეთერე მაგრამ მოვიგე. yes, სლივს ვიღაცას მოვუგე. შენი საყვარელი რეპერი ვინ არის უცხოელებიდან? უცხოელებიდან Eminem-ი. მოკლედ, ჩემი აზრით მე და დათომ უნდა გიშვილოთ. ძალიან კარგი. გიო არ გეწყინოს, ჩემს ედიტორს ეწყინა, იმიტომ რომ დავპირდით რომ ვიშ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწევეთ არხი და უყურეთ რა ვიდეოებს. ანუ შეტყობინება ეგრევე მოგივათ, რომ ეს ვიდეო დაიდება. ჰარუს ქონა გაქცევის მცდელობა, მაგრამ არ დავაცადეთ. მადლობა რომ არ გაიქეცი. იცი, შემიძლია ისე გავაკეთო, რომ აქ ადგილზე გაშეშდე და აღარ წახვიდე არსად. English or Spanish? I'm not gonna do that. დღევანდელ ბათლებზე რას გვეტყვი? ეს ხო ყველაზე თესლი ბიტმეიკერია. მაგრამ აი ჰარუს მე ერთი ომარქეიზეს თქვით რა მაგის. გამიხარდა შენ და სად რატო არ დადიხარ კაცო? გავიზარდე მას. ოპა! ბიტმეიკერების შხუბი ბეთლი არის დარეალიზებული. მაგრამ ჩასტოს ბეთლი როგორ იქნება? ვინ თქვა? ხო, არ ვიცი, ბეთლი. ხოდა შორის მეზობლები ვართ მე და ჰარო. ხო. ცოტა ჩაუწიეთ რა ბრატ. მოკლედ შენი აზრი დღევანდელ ბათლებზე. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო ჰარუსიანა თქვამი. გისმენთ? 1 საათი ესე რა ვდგავარ. არტურ მიშველე რა მე ათქვევინე შენს ძმას. როგორ? ჩემს ძმაზე რა ვთქვა? ათქვევინე რა მე სიტყვა დააზრევინე. აი, შენ რას ფიქრობ აბა არტურ? ძალიან მაგარი იქნება. მე და ფინალისტებიც ვიცი ვინ იქნება. ეს წინაზეც იცოდი. კი. ანუ იგივეა არ შეცვლა აზრი? კი. არ შეცვლა. აუ ისი რა მაგარი ფინალი იქნება? თან ბათუმში უეჭოთ უნდა მოხვიდეთ. არხი გამოიწერეთ და კიდე ჭირდება დონორი, სპონსორი და ასე შემდეგ ნათიას, ხო? ხო. ჩვენ ჭირდება, მაგრამ ნათიას უფრო ჭირდება ეხლა რა, რომ არხი რო გაიზარდოს უკვე. რამდენ საბზე ხარ? 50. ჯერ არა. ხო, ნუ მოკლედ რა 100,000-ზე რო ავიყვანოთ რა. შენ რო გადაგიღე და ხალხს უთხარი რომ ჰეშტეგი დაწერეთქო ჰარუ რამე დადროპე, იყო რამდენიმე კომენტარი, ამიტომ ხო იცი რომ ყველა არ დაგიწერდნენ და რამე დადროპე. ვაპირებ. ესე აპირებს მეგობრებო 2 წელია დაახლოებით. საპატიო მისესი მაქვს, ერთ-ერთი ვინჩესტერი გადამეწვა. კომპანიებს მიმართავ კომპიუტერების ნაწილების Pentium 4-5-ის ნაწილებით გაუკეთოთ. თქვენ ხართ Pentium 4-5-ის ნაწილები. მეც არ მაწყენა რომ გავაძლიერო კომპიუტერი, ასე რომ მე და ჰარუს გამოგვიგზავნეთ, მადლობა. ეხლა უნდა ჩავწერო თოვლი, არ გადაგვიღია და უნდა ჯამადა კიდე იმ პოზაში დგას, რომელშიც დავახენე. საღო ჯამა შეგიძლია მოეშვა. Hello, გამარჯობა. Hello, გამარჯობა და რა. და რა? ხომ არა რატო? ხვედე. კოუჩეთ. Всё. არა, მეგობრებო, შენ ხვედეს ნუ გაიძახ, შენ ხო აღარ გინდოდა ხვედეს? არა, всё, კი, მორჩა. ხვედე მიყვარს, მაგრამ მორჩა, всё. ტრენდი დაიხურა და გადავედით და რა. როგორ ხარ? მოგვიყევი, რას საქმიანობ, ტრეკებს ველოდოთ? კი, კარგად ვარ. ტრეკებს კი არა და ალბომს ელოდეთ. უკვე ახლოს ვარ რომ დავამთავრო. კიდე
მეორე ალბომის იდეა მაქვს, ოღონდ არ გეტყვით ჯერ იდეას და რო გამოვა მე მივხვდებით ყველაფერს. რამდენ ტრეკიანი ალბომი იქნება? 10 ტრეკიანი ჩემი სოლო რომელიც არის. შენი ბითებით ხო ალბათ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან მომწონს შენი ბითები, აი მართლა ჩემი აზრით, აი ისეთი ბითებია, რომ აი კაი საფანჩლაინე ბითებია და ზოგი რატო ვერ ამუღამებს, ვერ ხვდები, მაგრამ არა უშავს. შენი საყვარელი MC დღეს ვიცით, რა თქმა უნდა, ვინც არის, მაგრამ მაინც ოპონენტით შეგვიფასეთ. ნიკის ოპონენტი მოსეზეა საუბარი, ხო? კარგი ბიჭია, არ არის ცუდი ბიჭი. ნამდვილად, ნუ ნახევარფინალში არც უნდა იყოს ჩემი აზრით, რა ცუდი MC რა. წინა ბათლები როგორ მოგეწონა, რამე ბათლს თუ გამოარჩევდი? მე მომეწონა, მაგრამ აი რაღაცა შეფერხებები რო იყო ხმის, ეგ არ მომეწონა. იმედია დღეს არ იქნება ეგეთი რაღაცა რა. სუბიექტურია, მაგრამ მაინც საინტერესოა, აი შენს ბითებზე, შენს რომელი არტისტი, რომელი ბათლ MC მოგიხდა ამ დრომდე ყველაზე მეტად? ჯერჯერობით. ჩემს ბიტზე ყველაზე მეტად მომეწონა ივას და მაიქის რაუნდები ორივე. ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ესპანეთი ასნი. როგორ ხარ? მომესამე მაინც ეგრევე გადაღებაზია. საკითხენი ესე. წამოდით. წამოდით ნელ-ნელა. ბიჭო, როგორი შეიძლება დღეს ვფიქრობდი მაგაზე რომ მეთქვათო. მიკროფონს კი არა და ტელეფონს რომ მიშვეს ხოლმე მე მგონია რომ წვალობს რაღაცნაირად და სულ ვაცლი ვიდეოებში და ვაბუღავ იმენა. აუ ჯიგარი ხარ მართლა ეგრეა. სწორად მიხვდი. მაშინ და მე და იმას ვიზავ ხოლმე. როგორ მოგეწონა ჯერ წინა ბათლები და დღევანდელ ბათლებზე რა სიტყვი? აუ წინა ბათლებზე ძალიან გამიკვირდა თაირომნაც გააკეთა რა და იქ ვაფშე სხვა რაღაცა ჩანდა და იქ სხვანაირად ჩანდა ვაფშე რა მე კიდე ვიდეოს რო ვნახე და რაღაც აი ვაფშე სხვა რაღაცა იყო და კიდე უფრო მაგრა გაასწორა ნახე როგორ ამინთეს ხო და ეს არა ქვია წინა ბათლებზე კიდე დანარჩენი რასაც ველოდი ივა გამისწორდა იცი რატო იმიტომ რომ ვაფშე უშეცდომოდ ჩაამთავრა ყველაფერი ინგლისი მოიგებს დღეს თუ ესპანეთი ვაფშე არ მაინტერესებს რომელი მოიგოს ფეხბურთი ხო იგეც ხო თქვი რომ ფეხბურთი არ მაინტერესებს საქართველოს წააგო უკვე მაშინ ინგლისი მოიგებს ინგლისური თუ ესპანური Terra. Ხუეთ ხომარა რატო? შენც იმას ფიქრობ, რასაც მე არ მინდა დამთავრდე. ხვედე დანებდი რა, აღარ შემიძლია. აი არ ხარ გეიქსო გეყოს ეს უნდა და რო გაიგო ტრეკებს დროპავ ვაპირებ და სანამ დასასვენებლად წავალ ერთი ტრეკი უნდა დავდო უეჭველი და ინსაუნდმა წინაზე ჰოპკას რო წერდით მაშინ ხელომ შემომთავაზა ეგეთი რამე რომ ერთ ტრეკს ჩაგაწერინებო ხელასთან ჩავწერთ ინსაუნდში ერთ ტრეკს და მადლობა ძალიან დიდი წინასწარ მოვიდა მოკლედ ბანი მე მეგობრებო კადრს ვაფუჭებ ეხა იმიტომ რომ ფანი წეღარ მოვიდა და თავიდან ეხუტებიან ერთმანეთს კადრისთვის და მე რაღაც რომ მეთქვა კატ ეხლა როგორ ვარ? კარგად. ვერ ამბობს. ისეთ ესალად გამოიყურება მეგობრებო. ისე მაგარ ტრიპზე ხარ? აი რაღაცა. ეს მაგარ ხოძია, წეჩი ნახეთ. მოკლედ სტილისტებს ვისაც გაინტერესებთ ბანისთან თანამშრომლობა, რომ აუწყოთ ლუკები, თანახმახარ ხარ? კი კაცო. რატო დააგვიანე? დავაგვიანე 8 საათი არ არის? თავ ჭამდი. უფრო ადრე მოდიოდი ხოლმე და დღეს ადრე ავტომატურად სამოსა. კაი, ინგლისი მოიგებს დღეს თუ ესპანეთი? ანუ ეს ხოლმე კითხვა იყო. ვიცით არ გაინძრევა შანსი არა. მაინტერესებს თამაშზე. კაი, მაშინ ესპანეთი. ინგლისისკენ ვარ, მაგრამ ესპანეთი. კაი. წამო ერთად წავიდეთ. წამო ერთად ვიაროთ ცხოვრების გზაზე. ვიაროთ? ერმალო მაღრაძის ფილმები როგორ არიცით? საზაურუშაძის იცით? დაგჭირდებათ. მე სცენარები წინასწარ მოხაზე წელს ძაღლები ხარ დიყებე თუ ბაზე რა ლუკმადან მეყობი ჰოდოგო მევწერ სცენარებს ვარ საზაურუშაძე აგე ჩინელი ვინ არის ჩინელი ხარ და კორეელი მოკლედ დღეს ვინ მოიგებს შენი აზრით და არა დღეს ვინ მოიგებს ბათლებში და მე ფეხბურთზე ვაკითხო ნიკის ლოუს და მედმოსეზე მართლა აზრი არ ვარ რა ორივეს რაუნდი ვიცით თორე მაგ ვიცოდი რატო დავისვი ეგ კითხვა და რავი აზრი არა აქ ეხა შევთქვი დღეს ესპანეთი ინგლისია და ვინ მოიგებს შენი აზრით ესპანეთი ინგლისური თუ ქართული მაგაზე პასუხს არ გაგცემი ინგლისური თუ ქართული ქართული ვინც გამოძრავდება გეია დერე
ხომარა რა დერე მე არა ვარ ფრისტაილერი სკრ ივაჯის და ბანის ბათხს რას თქვი? პაჭკორი ამოიგებს სივონ. Bring the vibe თქვენ წინაშე მეგობრებო. მოსამის მითებია? არა, ომერქეია და ვეღატავე. ანუ Wow. Bring the vibe. სიყვარული მოკითხვა აქედან ეს კაცია ფათაშორის დრილი რაც შეეხება დრილს, ანუ bring the vibe-ის მითები არის ძალიან თესლი. და ეხლა შენზე ომერქეი მეგობრებო, ბევრი იცნობთ, თუ არ იცნობთ, რატო არ იცნობთ და რას აკეთებ? დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოვედი რაღაც მიზეზების გამო. ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს რა. ისე ზოგადად თუ უყურებ. კი, რა თქმა უნდა. მაშინ შენი ფავორიტი რო გითხრა, ან ვინ მოგეწონა ყველაზე მეტი? მე ან როგორც პროდიუსერი ისე ვაფასებ რა ყველაფერს და მინდა ვთქვა რომ ინსტრუმენტალური ნაწილი იყო ძალიან კარგი. ესეთი ამის ხმა შემიძლია დანარჩენი ახლა ფლოუ და რაღაცა უკვე რეპერებმა არჩიეთ. ბითებზე რა ხდება და კოლაბორაციებზე რა საპირებ? რა თქმა უნდა, ანუ ხა მეინ არტისტი ვინც ყავს, რა თქმა უნდა ზაზა. ჩემი და ზაზა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა რაც ბოლო დროსაც გავაკეთეთ. წარმოგიდგენთ ორი ტრეკი, ანუ მეორედ გავაკეთეთ ტრეკი და ორჯერ გავხიტა. ხა და რაც შეეხება მუსიკას, ცოტა ჰიპ-ჰოპს გადავხვე და drum and bass-ი, ელექტრონული მუსიკა, მინდა რომ კუთხითაც ვიყო ერთ-ერთი ქართული ელექტრონული. ქართულ ჰიპ-ჰოპს არ მოუბრუნდები? რა თქმა უნდა, მე ქართულ ჰიპ-ჰოპში ვარ. უბრალოდ ცალკე ის გავაკეთე რა პროექტი. სულ სხვა ომარქეი თქვენთან სტუდიაში. ხო, სხვათა შორის ექსკლუზიური განცხადებები, თუ აქამდე არც დამიწერია, არცად არაფერი და ელოდეთ drum and bass, dubstep, electro house albums, ცოტა ხანში სულ სხვა სახელით სახელს არ ვიტყვი და Spotify გადმოწერეთ, იყიდეთ აუცილებლად აკაუნტი, იმიტომ რომ რეკლამებს არ უყუროთ და ჩემ ტრეკებზე არ იყოს რამე და იყიდეთ, სულ რაღაც $5 ღირს მქონი. და პირველი ვინც შეიძენს ალბომს Spotify-ს ვაჩუქებ ერთი თვით. ოპა, იცის კაცმა მარკეტინგი ინგლისური თუ ქართული? ინგლისური. დერა. რა. დერა. რა. დერა. რა. ხომარა რატო? ვისთვის? დერა. ვის? რატო? რამდენჯერ? რა. 4. ვიშველე ბანი? რა. ხომარა რატო? სად? დერა. ხვედე. აი, გამოძრავდა და შენ. ნერვიულობ დღეს? არა. როგორი მომზადებული ხარ? ძალიან კარგი. იმაზე ბევრად კარგად ხარ, ვიდრე იყავი? რა თქმა უნდა და შემდეგშიც მაგას უეჭვალი მკითხავ და კი. იქ ბათუმში პასუხობ. ბათუმში ხო იქნება? მან პასუხობ რო კი. შენ საყვარელი პანჩლაინი ამ ბათლიდან რაც დღეს იქნება. შედეგი შენ კი არა PvP მდადო ონლაინ ბეთლები შენთვის არის PvP საძმო. შიგაწევრიანდი და მან გამოსადე შენ ბედი ივას მისაღებად გვინდა 7 ინგრედიენტი. ცოტა კამი, ცოტა კონტრა, ცოტა ტაჰა, ცოტა მოსკა, ცოტა ბანი, ცოტა თოვლი ბოლოს კაირესის მოყრა. არ დაგავიწყდეს სულეგარის გამოვაწყვეთ მორჩა. ივა გამოვაწყვე ჭამე მინდა ბლოკთან ახლოს მოვჯვარ. დღევანდელ ბათლებზე რა სტყვი? საინტერესოა. შენი საყვარელი პანჩლაინი რა არის? არც ერთი. აი, წინა ბათლიდან შენი ტოპ ლაინი შენთვის. ყველა მეზიზღება. რატო? ნო, ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ინგლისი. ინგლისური ენა თუ ქართული ენა? ქართული ვეჭველი. ვინც გამოძრავდება გეია. აუ, კაი, მუღამს რატო აფუჭე? შანსი არ არის. ხასიათზე არ ხარ? არა, მშვენიერ ხასიათზე ვარ, პროსტა ნიკი სად დაკარგე? ნიკი. იქით დუჟენიობს სადაც. დღეს ერთად არ მოსულ ხარ, მითხრა რომ დავშორდითო და მართალია? It's complicated. Off season-ზე გელოდოთ? აი, ვერ ვიცი. ზოგადად ხო კიდე გნახავთ კაცო ბათლებში, გინდა აკაპელა, გინ ბიპი? კი, სადღაც უეჭველი. ტრეკები სად არის? ანუ მაშინაც გკითხე და ორ კვირაში არ არის. ჩამოვიდეს ის, სულ ვიღაცის ბრალი არის. ხო, არა, შენი არა. არა, ჩვენ იმაზე არ ვამბობ, შენი კიდე ტრეკები. აი, ძალიან მალე. მართლა? კი. რამდენად მალე? ერთი თვე ალბათ. ერთი თვე მალეაო, ხალხო, კარგი, ღირს ცდა მეგობრებო, მართლა? ერთი არ იქნება რა. რამდენიმე? სოლო თუ კოლაბი? სოლო არც ერთი არ არის ვაფშე. ჩემი მეგობარი გვანცა გაიცანით, პირველად არის ბათლებზე და მიხარია რომ წვლილი მიმიწვის რომ დავაინტერესე ზოგადად ბათლებით და მოგვიყევიება როგორ გაიგე, როგორ მოგწონს ამ დრომდე და ვის გულშემატკივრობ.
პირველ რიგში შენგან გავიგე ენაის და აგრეთვე არ შემილი არ აღნიშნო დათომეზი. დღევანდელ ბაცს რაც შეეხება, არ ვიცი, საკმაოდ რთული და ძლიერი იქნება, მაგრამ ვფიქრობ ბანი გადაწონის. ნიკი და მედმოსოში? ეგ რთულია, მაგრამ მე მგონი თუ პელესთან ბაცს გავითვალისწინებთ მედმოს. ქართულ ჰიპ-ჰოპზე რას ფიქრობ ზოგადად? საკმაოდ განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის 5 წლის მანძილზე განსაკუთრებით და ბათლებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარებაში. PvP Flow. ყველაზე მეტად რომელი ბათლი მოგეწონა ამ დრომდე რაც ყოფილა? რა ვქნა, იმედია მიკერძოებული და რავი არ ვიქნები, მაგრამ მაინც ვფიქრობ წინა სეზონის ტაჰა და კამის და შემდეგ ტაჰა და ოსკას ნახევარფინალი და ფინალის. კაი, ჰოპკასტის მე რამდენი მე-13 ეპიზოდი და დღეს ბანი ყავს მეორედ. რატო დაირქვი ბანი? კარჩე მე-9 კლასში სკოლაში. ვინც იცის? ემინემობანა ვითამაშოთ? კაი, გამოვიცნოთ აბა. დაიწყე. Finish the lyrics თამაშობთ? ოღონდ მე ეგრე კარგად არ ვიცი როგორც დათო. That's why they call me Slim Shady. ვაი მე მეცნობა. I'm back. აი ეს უნდა გეთქვა და მოიგებ. Fuck. მოკა ჯობს რომ დათოს დაველოდოთ და იმას ვათამაშოთ, იმიტომ რომ ამას არ ვიმანჯები. შენ რამდენად კარგად იცი ემინემ? საკმაოდ. აბა მაშინ შეეჯიბრეთ, მოდი დაჯექი. რა შევეჯიბრო გასა? Finish. არა, ამან უგეცადეთ ის ბევრად. His palms are sweaty. Knees weak, arms are His palms are sweaty. All the Slim Shadys are just imitating? No? Drop bomb. Please stand up. Knees weak, arms are heavy. რა ხდება, მამა? ტუნ. ეგ ძმა კორლეონეს ის არის. ნათლიანის ის. არა. Role model როგორ იწყება? უბრალოდ ეს კაპკახურავს. აი ტოქსიმ რაზეც გარება role model ხო? ხო, ანუ რაზე მეუნები როგორ იწყება? აი ტექსტი როგორ იწყება? I'm cancerous. ეს კაპკა ასე გახურავს? ხო. აბა შემოიტრიალე ერთამ. არ მინდა. ისას ნერვიულობ. თუ გინდა გაგირე. ხო ძე ბიჭო, არ მინდა კაცრა. ესე იგი, მოსკა მოგზავნილია რომ დააბნიოს ფანი. არანაირად. მე მინდა კაი ბეთლი. ორივეს თავში ქვაუხლია და მუცელში სამართებელი. თქვენ გაგზავნეთ მე მეიქაპს შევისწორებ. გადაგიხადეს თუ არა გუში? რა თქმა უნდა. ოპელი ქართულად ვიდით. ბიჭო, წინა დღეს მე შენ ტაჰას და ბიჭებს რა ლაივიც ჰქონდა. იმ ლაივს თუ შევადარებთ მაგ შემთხვევაში. მოდი, Arthur Production. რაზე საუბრობთ თქვენ? იმისთვის შემოვიდა რომ გადაიმეოროს. არა, ბოდიში, მაშინ. მოიგე და ბათუმში შევხვდებით, ბიჭო. მაშინ მე მაპატიეთ თუ არ ვიცოდი. დიჩი, რას ფიქრობ დღევანდელ ბათლებზე? დღეს ძიმე დღეა. მაგარი დღეა და იმედი მაქვს რომ ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც მე მინდა. მეორე ბეთლზე ყველაფერი ნათალია ჩემთვის, იმიტომ რომ ნიკი სლოუ მჯერა რომ საკმაოდ ამდერეიტედ ტიპია ბეთლ მიმდინარეობაში და მჯერა რომ იმ მუსიკალურად მაგარ პანჩებს რასაც აძლევს ხალხი უბრალოდ ჯერ ვერ არ მიყვარს ყველი წინა ბეთლები cool, მაგრამ ის რეზონანსული დამოკიდებულება არ მომეწონა, რაც მოყვა. იმიტომ რომ დაუმსახურებელი იყო, ჩემი აზრით, ის რეზონანსული დამოკიდებულება ივას მიმართ რა. არ იმსახურებდა ამ ყველაფერს და ჩემი აზრით ჯობია რომ უფრო დაკვირვებულები იყვნენ ადამიანები, ვინც ამ პროექტს თვალსადევნებენ, იმიტომ რომ ყველა შრომას დებს, ყველა რაღაცას აკეთებს ამ ყველაფერთვის და ჰეიც იმის გამო რომ კარგი იყო, არავინ არ იმსახურებს. დღეს ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ესპანეთი. როგორ ხარ აბა? დღეს ცოტა მეძინება ახლა. არ მაინტერესებს ვინ მოიგებს. ცუდად დაიწყო ჩემი დღე დილიდან აი კამერაში. ეს კატამ გიქნა? არა, ჩემო დაუკრებულობა. სკამიდან გადმოვარდი სახში. სკამიდან? მგონია რომ ნიკი მოსესგან ხალხია, რასაც არ ელოდება, იმაზე 10 ჯერ მეც იზავს რა და ის მეორე ბეთლი რაღაც სიგიჟე იქნება, ერთ-ერთი საუკეთესო ბეთლი იქნება, ჩემი და კონტრასტ ბეთლის მერე. შენი ტრეკები, ანუ ერთი თვე გავიდა, კამი, ერთი თვე გავიდა უნამუსობა. არ ვიცი რა. აი რა გაფერხებს მითხარი? მეზარება. ზარმაცი MC, აი ეს არის მეგობრებო. მან მოვალი რა, ოღონდ ჯერ რაღაც გეგმები მაქვს, რაღაც პირადული ცხოვრება რაღაცაები და პირადულ ცხოვრებაში რომ დავალაგებ რაღაცაებს, მე რა უკვე იქნება ყველაფერი. აი, შენ ძალიან დაინტერესდი თამაშზე კითხოთ და ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ინგლისი უდავოდ და ულაპარაკოთ, კი, ჯუდი 8 წლიდან ლივერპული და ინგლისი. ლივერპული მამეთ, ხო. საყვარელი ფეხბურთელი? ჩემი
სტივიჯი. სულ ეხა აღარ თამაშობს, მაგრამ სტივიჯი იქნება სულ კი. კამი, შენი საყვარელი პანჩლაინი შენი ბათლებიდან. ჩემი ბათლებიდან ხო აი მე და კონტრასტ გვაქვს ერთი საყვარელი ლაინი ის ამან გარებაო მერეო და იმან ეშმაკმაო ისაო. ნაკრების ბიჭებს რა სეტყოდი, ბარემ ფორმა გაცვია. ნაკრების ბიჭებს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს ყველა ისე რომ არც ერთს არ ვიცნობ რა. და რავი, ისეთი რაღაც გააკეთეს ბიჭებმა, რომ ჯერ თამამად ვიტყვი და ჩემი აზრით ესეთი რამე 91-ს არ მომხდარა რა. ჩემთვის შეიძლება რახან ეხა გამოვცადე, მაგით ვაღვიქვა ეგრე რა. ისტორიაში ჩაიწერეს სამუდამოდ სახელები და გვარები რა. ფარნა, მოკლედ გითხარი დღევანდელი პროგნოზების შესახებ, ფავორიტი თუ ყავს, ნუ ჩვენ ვიცით რომ ყავს და ასე შემდეგ, როგორი ბათლები იქნება? რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი ბანიბაჭია. მოიგებს, ოღონდ ძალიან ცეცხლი ბეთლი იქნება და მეორეშიც მედმოსე ნიკი, აი 50-50-ზე მგონია და ოდნავ მედმოსე. წინა ბათლები როგორ მოგეწონა? ყველაზე კარგი მაინც KMC ბანი, შემდგომ პირადად მედმოსე და შემდეგ მაიკ მარო გორმოგიგო რეპ ბეთლი ცეკვით. დახვეწე ცეკვის სკილები? ფარნა, ვინც არიცით, შეიძლება გეცნობათ და რატო გეცნობათ გეტყვით, ბანის უკან აჯაზებ და მაგ გაურკვეველ მოძრაობებს აკეთებ. დღეს ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? უკვე გავშეშდე? ესპანეთი. სანდრექსინიო მეგობრებო, პოტენციური ბათლ MC, რომელსაც არაცადეს გამოსვლა. მესამე სეზონში გინდა ხო გამოხვიდე უჭველი? აკაპელაზე გინდა თუ BPM-ზე? არ მინდა აკაპელაზე, მაგრამ მაძალებენ. რო ანუ გამოდი ვინც რა ვენტუს ყველა რა ბაზარს გადი. რატო არ გინდა აკაპელაზე? ვერ გავკაჩავ აკაპელას რა. თან ახლა ისეთი სტილის ტრეკი დავაგდე მით უმეტეს რომ აი მაგას რომ მოусმენ გეგონება რომ თითქოს აკაპელა MC ვარ რა. ანუ ისეთ ლირიკას ვბაზრობ, მაგრამ არა. ბათლები როგორ მოგეწონა? რაც ვნახეთ წინაზე რო გადაგიღეთ და დღევანდელზე რა სიტყვი ბარა? წინა ბეთლები იყო ძალიან მაგარი, მაგრამ რამდენიმე ბეთლში აი ცოტა ხარვეზი იყო, სისუსტეც იყო რაღაც რა. მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი იყო და დღეს ცეცხლს ველოდები, იმიტომ რომ ბანის და ივას აქვთ ერთნაირი სტილი დაახლოებით რა და იმ ბითებზე რომელიც აი თავში გილტყავს და გაბაუნსებს ზუსტად მაგ სტილის ადამიანი უნდა იდგეს. ჩემი აზრით ბანი მოიგებს რა. და ნიკი მედმოსეს არ ვიტყვი, მაგრამ მედმოსემ თუ 100%-ით რავი ჩადო ყველაფერი, ჩემი აზრით მედმოსე მოუგებს რა, მაგრამ ნიკის ბალეში კი ხა. პანჩლაინი საყვარელი? ჩემი თუ სხვისი. ანუ პანჩლაინი არა, უფრო ლაინი რო ვთქვათ რა. პარალელურ სამყაროში მე ვარ გმირი ლაზარე, ხალხში ბოთლების მაგიურად სიხარული დაუკარგე. და სხვისი საუკეთესო პანჩლაინი არის. შემეძლო ფული 1000 ხერხით მეშოვა, მაგრამ ეხა გავიზარდე და მიწევს გაუწურა კუთხურების მეტობა. ეს არის მარლოს ლაინი რა, თავისი ახალი ტრეკიდან და ეგ არის, რავი, ჩემთვის Respect რომ ესე უდგახართ გვერდში ძმაკაცები ერთმანეთს. აი, ვახსენეთ. ოუ, რა მაგარი მაისური აცვია, იგორის, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. ხო და აი, ბარემ შენს კითხავ დღევანდელ ბათლებზე გითხარი და წინა ბათლები როგორ მოგეწონა? წინა ბათლები მომეწონა, რაღაც ხარვეზები იყო, მაგრამ არა უშავს და დღეს გონია. ინგლისი მოიგებს დღეს თუ ესპანეთი? ესპანეთი. ვენტუს. აი, ინგლისი მოიგებს დღეს თუ ესპანეთი? ესპანეთი. ინგლისური თუ ქართული? ვარაც. ინგლისური. ინგლისური. ვინც გამოძრადება გეია? დარა. ხომ არა რატო? ხვედ. დარა. ჩემზე უკეთ ვერ გამოგივა. ძალიან კანკალებ მარლო. I'm a faceless. Ventus, რაკენი Ventus. მე მგონი დღეს ბათლებს ვეღარ ვუყურებთ. აუ, შენ ვერ გიყ. შენ რა სიტყვი დღევანდელ ბათლებზე? რას ვიტყვი და ბანი და ნიკი რა. წინა ბათლები მოგეწონა? ივას და მაიქს გამოვარჩევდი უშო რა. მაკულატურაში რო ესეც ეყავს, აიც, ან ზუსტად ესეც ეყავს რა, იმენა ესეც ეყავდა. ჯიჯი, გაგვაცანი შენი თავი? მე უბრალოდ ჯიჯი, რა ვიცი, დიდი არაფერი, დიდი განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ მაყურებელი. აი ამ ადამიანის დიდი გულშემატკივარი რა, პირველ რიგში.
და აი ეს კაცი ვა, ემინემის ახალი ალბომი დაიდროპა სხვათა შორის. დიახ. ვის გულშემატკივრობ დღეს? მეორე სეზონი წამოიღე მედმოსე. მეორე სეზონი წამოიღე მედმოსე. ხო, უკვე მივხვდით ვის გულშემატკივრობ და მეორე ნიკის ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ნიკის, ხო, ივაჯიზე და ბანიზე რას ტყვი? ძალიან ცეცხლი ბეთლი იქნება, აი. ერთი წამი. მოგიბრუნდები შენ. და საყვარელი punchline მითხარი. აუ, ეგრე ტექსტების დამახსოვრებაში ისეთი ცუდი ვარ, რომ მოსიძეს ტექსტებიც არ ვიცი. დღეს ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? ესპანეთი. ამ ადამიანის არხი გამოიწერეთ, გიყვარდეთ ნათიას და ენაისიც. მადლობა, ჯიგარი ხარ. დღევანდელ ბათლებზე რას ფიქრობ? ვფიქრობ, რომ მაგარი ცეცხლი იქნება. ივაჯის და ბანის ბეთლი იქნება, მე მგონი რაღაც სასწაული ისა და მედმოსეს რაუნდები ვიცი და ეგ თუ მოახერხა, ეგ თუ შეასრულა ბოლომდე, ძალიან ბომბა იქნება. ასეთი ჩელენჯი. ახლა თქვათ ჩვენი გამარჯვებულები მაგ ბათლებში და ბათლების მერე ჩავწეროთ კადრი და წაგებული ვინც ვერ გაარტყავს, რომელიმეს მაინც, ხო, ჩვენ სამშორის. გააკეთოს რამე ჩელენჯი. ბანი და მედმოსე. მეც იგივე ბანი და. აი, განსხვავებული რო ვიყო. ბანი და ნიკის ლოუ. კაი, მოკლედ ჩვენ ერთ აზრზე ვართ. კონტრა! ძლივს დაგიჭირება კამერასთან. Offset. როგორ? კონტრა, შენი კადრები წამეშალა იმ წინა ვლოგიდან და გავგიჟდი და ეხლა კომპენსაცია. შენ რო ჩაგწერე მადრიდის მაისურით რო იყავი. კარგი, აბა დღევანდელ ბათლებზე რას ტყვი? უეჭველი ცეცხლი უნდა იყოს და თან ისე განაწილდა რომ ამ თანაბარი ბეთლები უნდა იყოს ჩემი აზრით, ხო? დღეს ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? თამაშზე გეკითხები. თამაში ხო უეჭველი ის სხვა კითხვა როა ეგ? ესპანეთი ალბათ. ერთი კითხვაც ინგლისური ენა თუ ქართული? რომელი? კაი, დავაი ქართული. ვინც გაინძრება გეია? დარა. ხომარა რატო? Bunny, what? I'm faceless. Boom. ეს არის Dynamite Flow. ღმერთმა შექმნა და მე ამან გარეპა. დათო დამეხმარე რა ვუთხრა. შენც გასჭერდი? ყველა გასჭერდა? მათია გუშველე რა. დათოც გასჭერდა და ის ბიჭე. Offset, შენც არა, შენ არ გასჭერდა. შენც გასჭერდი? საღოძმებო. შენ არ ითვლები და მე რატო არ ვითვლები? გოგო გეი არ არსებობს თუ რა? ქართველი გეი არ არსებობს. და მე რო გამოძრავდე? მართლა? დათო შენ არ გაინძრე, თორე მოკლა მე პირადად. შენ არ გამოძრავდე. კაი, ალფა მამრები ხართ ყველა რა გჭირდა. დაგითმოთ? დათო მოკლა. არ 9 თუ არ 7. უნდა მიხვდე. არ 9 თუ არ 7. რონალდო 9 თუ რონალდო 7. 7. მოკლედ ხალხო, ეხა დაიდება მალე კონტრას ჰოპკასტი, რომელიც არის საოცრება რა, იმიტომ რომ რამდენი 18 საათი ვიღებდით, ხო? ეგეთი ლეგენდარული პოდკასტი არ არსებობს სხვა მეორე მართლა. ხალხო, გავიხიე შუაზე რომ ვუყური, არ მახსოვდა ეგეთი სასაცილო იყო გიორგის დამსახურება, მადლობა მონტაჟორას წვალებისთვის. ამდენ ხანს, იმიტომ წელავდით რომ 50000-ზე მინდო და მაგ ვიდეოს დადება. დავბრუნდით შემდეგი ეპიზოდით, ეს არის ჩაცუცქული ბაზარი. რასაკეთებ? ჩავიცუც გოცი მონტო. ახალი კონტენტი. იცუცქება არ ვიცი, იმიტომ რომ დადგეს მაის გავთანაბრებულები ვართ. It was at this moment that he knew. He fucked up. შენ ხო არ დაგავიწყდა რამდენი სარბენი გაქვს? ცდება ყველა მაგას გადაობ და გაცდებ. სიმაღლეზეც უკვე გაცვეთილია, სიმაღლე მარტო უფრო დაჟე. დაჟე უფრო ბევრად. კაი, მოგიგე. როგორ მოგეწონა აბა ბათლები? სასწაული იყო, მე მგონი შენ ძალიან მოგეწონა. რა კომენტარს პირველი ბეთლი, კაროჩე, რავი, ბანი არის, აი, ხვაზე ხარ, აი, ფუტბოლში ყვარა რო თავიდან გამოჩნდა და აუ რა მაგარი ბიჭი გვეძდება თქო რა ქართულ ფეხბურთს აი ჩაკვერო გამოჩნდა გამან და აი ბანის რო უყურებ და იუას რო უყურებ ზუსტად ეგეთი შტაბეჭ ტილერონჩო რა მაგარი ბიჭები გვეძდებიან ქართულ ჰიპ-ჰოპს რა როგორი თემა იცი იუას
ბედის მტყნელი ტექნიკა, flow, პადაჩა, ყველაფერი. იმის გამოცდილება არ ყოფნის, უკვე ბანის რაც დაუგროვდა, როგორ მიაწოდოს რა ეს ტექნიკა, უფრო აღქმადათ რა კომანდას რა, რომ აი დაიჭირო პანჩისად დაალაგო რაღაცა, თორე ძალიან მაგარი wordplay-ები აქვს, ძალიან მაგარი flow აქვს, უნიჭერესი ბიჭია და ნუ ბანი უკვე ისეთ დონეზე მივიდა, როგორიც ეთყობოდა, რომ გაიჩნდებოდა რა. შემდეგ ბათლზე რაც დარჩა, რა სიტყვი, შენი პროგნოზი Niki versus Mad Mouse. ძალიან ბინძური ბეთლი იქნება, კაროჩე. მაგრამ ჩემზე ბინძურს მაინც ვერავინ მოიფიქრებს. კიდე ერთი ქართულ ჰიპ-ჰოპს მინდა ნათიას და დათოს მიულოცო და უჯახება და უკვე ისეთი რაღაცეებია, რომ ქართული ჰიპ-ჰოპ ოჯახები იქნება ჩვეულებრივად და ეს კარგი. ბათლ MC-ები იზრდებიან. საქართველოა ხდები, ეგ ყველა ერთი ოჯახი ვართ და ერთ საქმეს ვინც ვაკეთებთ. ეგ ახვაზე ხარ რა, თქვენ რო შვილი გეყოლე, მაგრამ კაროჩე ის რა იყო, აგუეროს და შვილი რო იცი. და რეპერები გამრავლდით, კაროჩე გაგახარეთ თქვენ. მაგარი იყო ძალიან ჯიგარი ხარ ჯიდა. რავი, თუ გამოხვალ კიდე გაასწორებს პელესთან დადგები off season-ზე? პელე თუ დადგება ჩემთან. მზად ხარო რამე? მე მზად დავიბადეიას. აკაპელასთვის მზად, აკაპელაზე გამოხვალ? რაც გინდა აკაპელა, გინდა ბიტი, გინდა freestyle battle, გინდა პროსტა შაირობა, გინდა შაირი შარაკუტელი, ყველაფრის ხო ძევარი. როცა აი, ანუ გელოდოთ, ხო? აუცილებლად. აი, კარჩები, რაღაცები დავალაგე და ნახოთ რაც იქნება იქნება. ვიცით რომ გერმანიაში იყავი, წინა ვლოგიდანაც გავიგეთ და ძალიან მაინტერესებს შენი ემოციები, ალბათ აღუწერელი ემოციები გქონდა და როგორ გაგვიზიარო? ზუსტად ეგრეა, აღუწერელია. როგორ გაგიზიარო ფორმას ვერ გამოუნახავ ალბათ, იმიტომ რომ, რავი, ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იყო და სულ ვამბობ ხოლმე, რომ როლანდო ჩემ ტრეკზე აი ესე შვება. ესე შვება. ბიჭებს რას ეთყვი ნაკრების? აი, უმაგრესი ბიჭები ხართ. რა, მიყვარხართ მაგას გეტყვით. დღეს ინგლისი მოიგებს თუ ესპანეთი? დღეს არის ფინალი. საქართველო. დღეს მოიგებს ჰიპ-ჰოპი. ესპანეთი. შენი საყვარელი punchline-ი? მე რასაც შოულობ უშვება ავსტრიის დედაქალაქში. ტენი ბარს ტყვის ყველა საცავში მე რასაც შოულობ უშვებ ავსტრიის დედაქალაქში. მოკლედ ამ ბათლზე რაც ჩატარდა ჯერჯერობით რა სიტყვი ბანი versus ива? აი, ორივე ძალიან მაგარი იყო. ფინალი აი რო გაირკვევა ვინ იქნება, უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ბანიმ ახალი რაღაცეები გააძრო, საინტერესო. წინაზე რაც იყო, იმაზე ბევრად მაგარი იყო რა და ეგ ამთავარი და მნიშვნელოვანი. Niki Slow versus Mad Mouse რას ფიქრობ? ძალიან რთული ბეთლი იქნება ორივესთვის. რა თქმა უნდა, ნიკი ჩემი ძმაკაცია და ნიკის გულს შემატკივრავ, მაგრამ Mad Mouse-ზე უმაგრესი ბიჭია რა და ძალიან დიდი გამოცდა ელის ნიკის რა. ტრეკებს რო დიზდებ? ტრეკებს დებ, ჰარუც თუ ნახავ აქ, უფრო მალე ვიდეცოდინება ეგ და თუ ვერ ნახავ აი ზაფხულში უეჭველი უნდა იყოს სადღაც 7-8 ტრეკი მაინც უნდა იყოს. ალბომი თუ ისე სოლო? EP ჰარუსთან და მე უკვე ალბომზე დავიწყებ მუშაობას. აბა როგორ მოგეწონა? ჩემი აზრით, ხო ვიზახდი წინა სეზონებში, რომ Young Mike-ის და Iwas ბეთლი იყო საუკეთესო. არ ვიცი, ეხა შემდეგ ბეთლზე რა მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით იწყება თურმე და ვაიმე რა ხდება. ძალიან რთულია, რომ გადააჭარბონ ამ ბეთლს ნიკი და Mad Mouse-ი, მაგრამ მოუდინები მაგ მაგათიც რა. ძალიან მაგარი ბეთლი იყო და ბანით ყოჩაყო. შენ ხო არაპირებ გამოსვლას? მე სამ სეზონში მოვდივარ. აი, ამ წამს გადავწყვეტე, всё. რას მეღადავე? მართლა. გინდაცა? ამ წამს გადავწყვეტე მოვდივარ მესამე სეზონში BPM-ში და ვინც გინდათ დამხვდით და დემონებს დაეჯახით. როგორ მოგეწონა პირველი ბათლი? ძალიან და ვიცი რომ ბანი მოიგებდა რა, ჩემი ფავორიტია ამ სეზონში ბანი. მინდა რომ ნიკი მოიგოს, რომ მე ბანი უფრო ანუ იმასხას რა. ამოუღოს მაგას სახელი. გაგდისავს იცოდე? გამდისავს და ისეთ გავდისავ. Like that,
What you think is the balance? Back in the past for the past for the past. Say I'm best for the past for the last. Don't set next up, relax. So get the hustle up, put it so be better for Julie. I got shashi got it, keep them in on me. Like it's all say side is all start to me. Yeah, it's not that damn it's us in two plays. Making two plays, no say they had two plays. Jerry Hill, they really got that out. Cheru Bicha, we were Olympia, not these two. მოვედიან თამაში და გუნდა უყალას როგორც ერიკ სმითი. Sorry. Yeah. Bakma.
მიდანო შეხტო როში ზაღლო შედებას ხალხს ნახე რა მიგნება ვქენი ამ ბეჭდში გაქცელი ვარშავი მომკელი ხალხს ჰქონდა დილება სქელი თუ ნელი მე ორივე გავხადება ყურებელი ტოტო, როგორ ხარ? როგორ მოგეწონა ბათლები? მეც კარგად, მადლობა. ძალიან მომეწონა პირველის და მეორეს ორივე ძალიან კაი იყო ორივე ბათლი ძალიან თანაბარი იყო მე ასე მგონია მაგრამ მესამე რაუნდებში გადაწყდა ბანის ივას ბათლი და რავი ნიკის ლოუ მედმოსეს ბათლი აი ნიკის ლოუ ძალიან ექსპერიმენტალური იყო და ალბათ მაგის ხარჯზე მოიგო თუმცა ხმა არმეს მოდაწესიურად და მაინც უნდა ვუყურებათ გამოხვალ კიდე? ანუ ეხლა აკაპელა იწყება მე მგონი და მე BPM-ი და ან აკაპელაზე თუ გამოხვალ ან BPM-ზე. აკაპელაზე მაინც და მაინც დიდი სურვილი არ მაქვს და BPM-ზე შეიძლება. უფრო შენი ფორმატია მე მგონი BPM-ი ხო? კი. საყვარელი punchline-ი ოღონდ კონკრეტულად შენი ლაინებიდან რომელია? BPM-ზე? ხო. ამ ბიცის ფსკერზე წავიღებ როგორც კრაკეტი. მე მოგვიყევი რაკენი. Yes. ამ ბიცის ფსკერზე წავიღებ როგორც კრაკენი და მე შენ მოგვიყვები რაკენი. ვინ მოიგებს ინგლისი თუ ესპანეთი? მე არ ვარ ფეხბურთის მაყურებელი. მე არა ვარ ფეხბურთის მაყურებელი. ინგლისური? კაი, ესე იგი ინგლისური. ჩვენ შორის პირველი ვინც გამოძრავდება გეია. მე არა ვარ ფრისტაილერი. მაგრამ ჩემთან ჭიდილი თუ გინდოც. ეს არის თვლობა. ეს არის ჩემი ფიფლავ. და რა? ხომ არა რატო? და რა? ხა ერთ რაღაცას გაგირში. რა თქვი? რა მითხარი? თავარია მე როგორც ველოდი underdog-ი ბეთლი გამოდგა ბევრად უკეთესი რა. აუ არა, მაგარი საღამო გამოვიდა ძალიან 4-ვე ბიჭი გიჟია რა. მე ვიბეთლავდი 4-ვეს. ეს ბანის ხმა იყო? ხალხო, ეს არა ამ ქვეყნიური ხმა. რაო? ბანი გილოცავ. კამერების წინ, ნუ ცალკე მიულოცე. მოკლედ რა ემოციებით ხარ აბა? როგორ მოგეწონა შენი თავი? მომეწონა. ოპონენტი როგორ მოგეწონა? მომეწონა ოპონენტიც. მეორე ბათლი როგორ მოგეწონა? კარგი იყო მომეწონა მეორე ბათლიც. ბათუმში შევხვდებით. კი. იეი! შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ და არხი გამოწერილი არ გაქვს, უნდა მოსწოხარ. მოგპარეს კამი. თუ შენ ახლა მიყურებ და არხი გამოწერილი არ გაქვს, ხარ უნდა მოსა. გამოიწერეთ ნათიას არხი და ის ჩემი ფრაზაა უკვე რა თუ ისე უყურებ რომ გამოწერილი არ გაქვს, უნდა მოსახარ შენ. ყოა, ეხლა შეგვიჯამე ორივე ბათლი როგორ მოგეწონა შენ პირადად. ალბათ ბანისი და იუასი. ძალიან ოდნავ ჯობდა ნიკისი და მედმოსეს ბეთლს. იმიტომ რომ მგონია რომ იმ ბიჭებს საერთოდ არცად გარღვევა არ ქონიათ. ჩემს შეფასებას არ უნდა მოусმინოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ახლოს ვდგავარ მაინც იმ ენერგიას ყველაზე პირველი ვიღებ, რაც არტისტებისგან მოდის ხოლმე და ჩემგან სწორი არაა ხოლმე ზოგადად თქვა ვინ უკეთესია, ვინ უარესი იყო. მაგრამ თუ ესე ბეტლს ვადარებთ, ალბათ პირველი ბეტლი უფრო მომეწონა. იმის და მიუხედავად რომ ორივე ძალიან მომეწონა. მაგრამ პირველი ოდნავ უფრო მომეწონა. ალბათ ბიჭების მომზადების გამო უფრო ვიდრე პერფორმანსის. ამ ტექნიკურ ხარვეზებზე რა სიტყვი ზოგადად, რომ რაღაც პრობლემები არის ხოლმე? ამ ტექნიკურ ხარვეზს რა. იმიტომ რომ არ მიყვარს ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ ერთხელ გასცემ კომენტარებში პასუხს ვინმეს, მე უკვე ვალდებულს ხდიან რომ სულ პასუხი გასცემ. მესმის რომ ეს პროექტი კეთდება ხალხისთვის, მესმის რომ ამ პროექტს ხალხი უყურებს, მაგრამ ერთი რაღაცა არის, ამ პროექტს 8 წელია ვაკეთებთ. თელს შრომას, თელს ენერგიას ვდებთ, ფინანსებს და რაღაცებს თავი რო დავანებოთ, ანუ ოჯახები გვყავს გადადებული იმისთვის, რომ ეს შოუ და პროექტი კარგი გამოვიდეს. ეს რაც მინდა რომ აუცილებლად იცოდეთ. მეორე, როცა ამბობენ რომ პროექტმა ვერ გააკეთა იქ რაღაცა ან არ გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისეთი სულელები ვართ, რომ ჩვენვე პროექტი არ გვინდა რომ კარგი გამოვიდეს. და იქ რაღაცებს კარგად სპეციალურად არ ვაკეთებთ. და მესამე ყველაზე მთავარი, ზუსტად ისე დავასეტაპეთ, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი იყო პირადად, რომ მე მაინტერესებდა ეგრე იქნებოდა თუ არა. ზუსტად იგივენაირად დავასეტაპებინე, როგორც მქონდა პირველ ტურში.
და 0 ხარვეზი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ განა ყურსასმენებში ან ბიტებში იყო პრობლემა. ნიშნავს, რომ მომზადებაში იყო პრობლემა არტისტების. და ვინც შემეწინააღმდეგება, არტისტები ან მსმენელი ან მაყურებელი, შემიძლია ვუთხრა ესეთი რაღაცა. ვიზეც მეწინააღმდეგებით, რომელ არტისტებზეც მეწინააღმდეგებით, რომ არა მაგაცმა უეჭველი რაღაცა ქონდათ ყურში, პირდაპირ მაგათ გითხეთ, ეგრე არის, თუ არ არის. საკუთარ აზრს სანამ დააფიქსირებთ. იმიტომ რომ ჟიურის წევრებს რა ყურსასმენებიც უკეთიათ, ეგ არის ზუსტად იგივე სეტზე, ანუ ერთ კანალზე შენ ხო კარგად გესმის ეგ ამბავი, ანუ ერთი სეტით არის 5-ვე ყურსასმენი აწყობილი. ანუ ერთ ყურსასმენს თუ სადმე ხარვეზი აქვს და ხარვეზი გაიპარა ან სიხშირით, ან რამე სხვით, 4-ვე სხვა დანარჩენშიც იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ სისტემურად არის მიბმული. თუ ჟიურის წევრებს ეს არ ქონდათ ყურში ბაგი, მგონია რომ არტისტებსაც არ უნდა ქონოდათ. თუ ერთ არტისტს ქონდა ბაგი, მაშინ მეორე არტისტს როცა თვითონ ბაზრობდა, რატო არ ქონდა? ხო ხდება, ანუ ბევრი კითხვაა, რომელ კითხვებსაც მსმენელი და მაყურებელი არ სვამს მესმის, იმიტომ რომ არც უნდა აინტერესებდეს ეგ. იმიტომ რომ იდება პროექტი უნდა მიიღოს ისეთი სახით, როგორიც თვითონ უნდა. მესმის პრობლემა არა, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველამ თავის საქმეზე უნდა იყოს დაწყებული ორგანიზაციით, საუნდზე ვინც გვიზის, DJ, მე როგორც წამყვანი, გიო როგორც ჟიურის წევრი და ორგანიზატორი, ნიკა როგორც ორგანიზატორი, გიგუნა როგორც ოპერატორი, არტურა და მსმენელი როგორც მსმენელიც აუცილებლად უნდა იქცევოდეს სწორად, მაყურებელიც აუცილებლად უნდა იქცევოდეს სწორად და ამას გულისხმობ განა იმას, რომ არ იქცევიან. იქცევიან, რომ თავის აზრს აფიქსირებენ. უბრალოდ სანამ თავის აზრს დააფიქსირებენ, ჯობია რომ არტისტ ჩაეკითხონ, ეგ ეგრე იყო, თუ არა. გაბრაზებული ან რამე, კი არა, უბრალოდ ორი ცეცხლოვანი ბეტლი გამოვიარე მართლა ენერგიისგან. იმენა ხო, რა, არ მეგონა თუ ესეთი მაგარი ბეტლები იქნებოდა მართლა, მაგრამ ეს შენთან მინდოდა მეთქვა აუცილებლად, იმიტომ რომ შენ მარტივად მიაწვდი, ვიცი და ვიცი რომ არაფერს არ გადმომიჩეხავ, რომ ჩემი სიტყვების ხანაერად ვიღაცამ ინტერპრეტაცია არ გაუკეთოს. ასე რომ თუ პირადად ჩემთან ვინმე სამი კითხვები გექნებათ, ტექნიკურზე, მუსიკალურზე და როგორ ვაწყობთ ამ ყველაფერს და როგორ ვაკეთებთ, მოდით ძმაო, წინა დღეს ბეტლის, მოდით ბეტლის საუნდჩეკამდე და მიხვდებით ყველაფერს რა შრომა იდება და როგორი წვალება იდება, ასე რომ ამის შემდეგ სხვა კითხვები არ იქნება, ხო? მე გისურვებ რომ შენი არხი გაიზარდოს, უფრო მეტი გამომწერი გყავდეს. კიდე ერთი აი ესეთი, რაზეც ბევრი კითხვა მოდის ხოლმე, რომ Young Mike's რატო გაუწყვეტი აკაპელაო? იყო ესეთი კითხვები. ჩეკ, ეხლა მაგაზეც გიპასუხებ, მაგრამ აი ძალიან არ მინდოდა მაგაზე პასუხი რა. ყველას გონია რატომ კაც რომ რაღაც ძველთაობასთან რაღაცა დისკომფორტი მაქვს, მაგრამ გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ კომენტარს წერენ, რომ მეც მაგათ ხელა ვარ რა ზუსტად, ანუ ერთად ვაკეთებდით მაგ ყველაფერს. მე კი შეიძლება 20 წელი არ ვრეპავ, მაგრამ 20 წელია ჰიპ-ჰოპში ვარ სხვადასხვა ფორმით რა. ბოლო 10 წელია ვრეპავ და რეპ კულტურაში ვარ უფრო ახლოს და ანუ მარტივი ან ჩემ ხელები არიან, ანუ ჩემი თავით არ მევასება თუ რაღაცა ეგეთი გამოდის. მაგრამ ხაზს გავუსვამ, რომ აუცილებლად ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანია ახალგაზრდა არტისტების წინ წამოწევა, მათზე აქცენტის გაკეთება და ყურადღების მიქცევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, აი ბოლომდე მივალ მაგამდე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ვინმე დაიჩაგრება, ან ვინმეს უფრო მეტი ბენეფიტები აქვს თუ რაღაცა ეგეთი. რაც შეეხება რატო გავაწყვეტინე მესამე რაუნდში თავისი აკაპელა ვერსი. შენ მე მგონი იცი, როგორი წესები გვაქვს. თუ არტისტმა თავისი რაუნდის მერე გადაწყვიტა რომ აკაპელა იბაზროს, ეს აკაპელა ჩაეთვლება აკაპელად და რაუნდის ნაწილად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ოპონენტი ამას პასუხს გასცემს. თუ ოპონენტი პასუხს არ სცემს, ნიშნავს რომ ეს აკაპელა უბრალოდ ანუ წყალს გავატანოთ უნდა. ჩვენ ჟიურის წევრებმა, ჟიურის წევრები ვინებიც არიან, აუცილებლად უნდა გაატარონ. იმიტომ რომ გამოდის რომ ამ ადამიანმა 4 რაუნდი იბაზრა, ამას 3 რაუნდი იბაზრა. ეგრე არ შეიძლება. პელეზე და ნიკიზეც ხომ მსგავსი რაღაცა. მანამ ერთმანეთს პასუხს სცემდნენ. ნიკი ამთავრებდა აკაპელათი, ის იწყებდა აკაპელათი. ანუ მარტივია ძალიან. ხო და აი პირველ რაუნდში, როდესაც Young-მა თავისი აკაპელა პერფორმანსი დადო, რა ძალიან კარგი იყო, მართლა. და ივამ არ გასცა ამაზე პასუხი. მივხვდი რომ აზრი წაღარ ქონდა Young-ის ამდენ შრომას. და კიდე ერთი რაღაცა მინდა, 0 ჰეიტი მართლა, იმიტომ რომ ამბეჭდან მე მეგობრობ ძალიან ბევრი წელია.
მართლა იცის ეს ყველაფერი და მიხვდებით ამას თუ ვერც მიხვდებით ეგეც პრობლემა. და შენი კონკურენტია ცეკვაში. და ჩემი კონკურენტი არის ცეკვაში. ხო დღეს кайფანში იყო რომ ეს რა ქვია იანგმა მოგიგო რეპ ბეტლი ცეკვებითო რა. ივა მაიკმა როგორ მოგიგო რეპ ბეტლი ცეკვით. ახლა რახან ორივე არტისტი აღარ ყავს სეზონში, ვიტყვი რომ ივამ დიდი უპირატესობით მოუგო ჩემი აზრით. 100%-ით თუ არა 99%-ით აუცილებლად მოუგო, იმიტომ რომ იანგს ქონდა ბევრი დავიწყება, ბევრი ტელეფონში ჩახედვა და ტექსტის გამეორება და მე მგონი ფრისტაილის იქ მოფიქრება სჯობდა რომ თავისი ტექსტი დაიმახსოვრებინა უფრო უკეთესად რა, ჩემი აზრით. ეს ბეტლი არ გეგონოს ჯიმა, ყველაფერი ჯიგრულა და პროსტა ფაქტები. ფაქტებს ვერ გავექცევით ვერაზრს. და ჩვენ შევხვდებით ბათუმში, ხო? ჩვენ შევხვდებით ბათუმში, წესი დარიგით ან 6 რიცხვში, ან 14-ში, კლუბი კიბე, გვიმასპინძლებს ძმები, რომლებთანაც მართლა დავმეგობრდით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვეწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიჭები ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ჩვენი სტუმრები, ვინებიც გვესტუმრებიან ფინალის დღეს, იგრძნონ ის ენერგია და ის ემოცია, რასაც ვცდილობთ, რომ ვაჩუქოთ ხალხს. მადლობა კიდევ ერთხელ შენ, მადლობა ამ ადამიანებს, ვინც გვიყურებს. ეს მაინც ხალხო რა ხდება? თელი საზოგადოება გვიყურებს თურმე და მე ძალიან როლებში ვარ და მგონია რომ მარტო ჩვენ ვართ. ბრავო, ხმაური შევქრათ მეგობრებო. მოკლედ რაღაცა მინდა ვთქვა რა. ადრე რო დაიწყო ეს ჩემი ეი და რაღაცეები, ცოტა დისკომფორტები მქონდა რომ მივდიოდი და ვიღაცეები ეის მეძახდნენ და მე დავამუღამე რომ ვა ტიპებს განა გამარჯობათი და აუ შენი ის არ ხარის ნაცვლად ედლიბებით დავაწყებინე ბაზარი ასე რომ let's go ედლიბები აკეთეთ ბიჭო. შენი სახელი? ნინო. ნინო, აბა რას ამბობდი? მოკლედ შენი ვიდეოების ყურებით დავამუღამე ბეთლები და ანუ ისეთ რაღაც იყო რომ მანამდე აი სულ ბიჭები რო იყვნენ ამ რეპში და რაღაცა და ქართველი გოგო არავინ არ იყო თავიდან ესე ძალიან გაჩითული და რაღაც ფიქრობდი რომ აი საჩემო არ იყო და რო დავინახე რომ ესეთი გოგო რაღაც საყვარელი ლამაზი უფრო ასოციაცია გავუკეთ რომ შეიძლება მეც მოусმინო რეპს და ძალიან დავამუღამე და უკვე ყველაფერს ისე ველოდები ხოლმე აი გაფაციცებით რომ აბა რა სიტყვის ენა ისი აბა აქ თუ ეს და უკვე თითქოს და შენაირი რეაქციები მაქვს ხოლმე მე ეს ყველაფერზე რა და ძალიან დიდი მადლობა ვიდეოებისთვის და ყველაფრისთვის. მადლობა ძალიან ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები. მადლობა დიდი. ტოტო პროსტა გავაჩერე მეგობრებო, გამოაჩინე. იმიტომ გავაჩერე რომ ხალხს მხარია ხოლმე ერთად რო გხედავს და პროსტა გავაჩერე. და მე რას ვამბობდი და შენ მეუბნებოდი რომ მედმოსა მოიგებსო და მე გეუბნებოდი ნიკი მოიგებსო და ცხოვრებაში პირველად მეგობრებო გამოვიცანი ვინც მოიგო ორივე ადამიანი და ძალიან მიხარია. ანუ ის მითი უკვე მითი არის რომ რაღაცებს რო ვიძახი ხოლმე მე აგებენ და ვის უკანასდგები აგებენ და ასე შემდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია თითქოს მე მოვიგე ბეთლი. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. აბა როგორ მოგეწონა პირველი ბათლი და მეორე ბათლი? მაგარი ბეთლები იყო. ივა გამისწორდა ჩისტა ვაიბით, ბანი გამისწორდა პანჩლაინებით. კენი, ჩემი ჯერჯერობით ჩემი და როცა დაიდროპება რაღაც ამის სოლოვაშები და ჩვენი საერთო ვეშები. ჩემი აზრით მომდევნო აი მაქსიმუმ 1-2 წელი და ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი იქნება კენი. თუ არ დაიზარებს. როგორც დათომს. თუ არ დავიზარებთ ჩვენც ვიზავთ რამეს. გახსოვთ ბათლი სანამ დაიწყებოდა ჩვენ თქვით რომ გამარჯვებულებზე ქონა ჩელენჯი. თქვენ ორმა წააგეთ როგორც მახსოვს. იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ მედ მოსე გავიდოდა და ბანი. მე ვთქვი რომ ნიკი და ბანი გავიდოდა, არა დათო და ნათია. კომენტარებში რომელსაც ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, მაგას ავარჩევთ და გააკეთებთ მაგას. ჩემი სურვილი არისო დავითონ ჩაწეროს ტრეკიზმო. ხო და კიდე ის არა რომ ბათლში გამოდი და ეგ არ შედის. ჩვეულებრივი რამე ისეთი ჩელენჯი, რასაც შევასრულებთ. რაღაცა უნდა დაწერონ კომენტარებში, რაც დათომ უნდა აასრულოს, ხო? ჩემი აზრი, და ვფიქრობ რომ ხალხის აზრი ემთხვევა. ძალიან დიდი ხანია რაც დათოს უსმენ, ჩემი ძმაკაცი ხო არის, მაგრამ ხელოვნების დონეზე რა. რაც დათოს უსმენ, რაც დათომე დამეხმარა რომ მივსულიყავი ამ დონემდე, უნდა დაიბადოს ახლა ჩემი დათოს და მაზმის ფიტი რა. უეჭველი. შენ აკეთებ, ოკეი, დაიცა, ახლა ნათი არას აკეთებს, დამეხმარეთ. მაშინ ეს სხვანაირად ვიტყვი რა. ჩემი და დათოს ერთი ტრეკი, მარტო მე და დათო რო ვართ. და ერთი ტრეკი, სადაც მე, დათო, მაზმი და შენ ხარ. ოკეი, So, good. ხალხი ფიქრობს რომ კი. გულები გავუსპამოთ კონტრა. ახალგაზრდა კონტრას. ახალგაზრდა კონტრა. კაროჩე, ახლა ვინც გამოძრავდება გეია. რაც დროს მოგინდა. ნათია შენ არ გეხება.
მე არ მეხება? ნათია შენ არ გეხება? მე არ მეხება? შენ გეხება? მე მეხება? კი. ის როგორ იყო მანიფიცირენზი? ნუ მოძრაო ბიჭო. დედამიწა მოძრაობს შენ გამო. თვალების გახება შემილია? არა. კაი დროსია კონტრა, რატო მიიღე? აუ როგორ მაინტერესებს? არ გამოძრავდე. ეს უნამუსო ბავშვი და გამიჩალი. გამოძრავდა. არც ერთი ნათიას ვლოგი არ უნდა დასრულდეს ისე რომ კონტრა მართქოს რომ არხი გამოიწერონ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ. მოკლედ, შეხედეთ, ნათიას მიზანი არის რომ სამსახურიდან წამოვიდეს და იშოვოს საყვარელი საქმით ფული. საყვარელი საქმე არის ის, რასაც მე თქვენ და ყველა ვუყურებთ რა. შეძლებს დაგვარათ ვისაც. ვინც არ დაალექებს გეიას მე. მე პირადად ვუყურებ და ძალიან მომწონს და თქვენც დარწმუნებული ვარ ბევრს 50% მინიმუმ უეჭველი მოგწონთ. საშუალების დაგვარათ ეხა ჩავრიცხოთ მაყუთი რა ხაჭარას. შევბეროთ ხალხო, გამოგვივა უეჭველი. აი მე მჯერა მართლა რომ გამოგვივა რა. ეს ვიდეო თუ ავა 10000 ლაიქზე, ნათია სამსახურიდან მოდის. ყველამ ლაიქი დავარ. თუ ამ ვიდეომ მოაგროვა 10000 ლაიქი, 10000 მოწონება, დათომეზი დადროპავს mixtapes ეს ერთი ხმაური შევქმნათ. დათომეზის mixtape-ისთვის ხმაური შევქმნათ. დათომეზის mixtape, ცალკე ჩემი და დათომეზის ფიტი იდროპება. ბუმ. მე აშკარად იმდენად არ გავუხარდი ხალხს. და ჩემი დათოს ნათიას და კენი როუსის ფრისტაილი გადაიღე. ფეზი გამოვიდე საკაპელაზე. დათომეზი გამოვიდე საკაპელაზე. დათომეზი გამოვიდე საკაპელაზე. დათომეზი გამოვიდე საკაპელაზე. მაიც ეგრე არა. კო არ ვარ, მარა ზემოთ ადი. დათომე. და რა საკაპელაზე კაცი იტყობს? არა, ნებისმიერ. დათომეზის გამოსვლა ზოგადად. რა. 10-დან დათომეზი ვზ კონტრა. არა. რა ქვია იმ ბეთლებს რო აქევენ ერთმანეთს? კომპლიმენტარი დათომეზი და კონტრა, ოკეი, ეგეც მოვიდა. მეგობრებო, გემშვიდობებით ამ ვიდეოთი. თუ ამ დრომდე უყურებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აი ეს იქნება ლეგენდარული ვლოგი, იმიტომ რომ აქ გადაწყდება ყველაფერი. ჩემი სამსახურიდან წამოსვლაზე მთელი 24 საათი YouTube-ზე და ტრეკებში, ამიტომ თქვენზე დამოკიდებული მეგობრებო და ეს კამარი რატომა გახსნით. იეი, დროებით. თუმცა ბევრი რამე მქონდა. ვა, ნათია, ტატუ გაიგეთ, ეს ჩემი ახალი კაი ვიცი რომ ფეიქია, მაგრამ მომწონს რა მოხდა მე ძალიან არ მიხვდე. აი აქაც. ტატუ არტისტებმა მომწერთ, არ მოწეროთ, მეშინია სასტიკა ტატუების ტკივილის გიორგის მიწერეთ, ედიტორას, მონტაჟორას. გიგა შენ არასდროს ჩამწერი. ეს გადაიღე? ეს არის ჩემი ეზო. ძაღლი მყავს, იქით. აქ კარტოფილი არის დაწესილი. იქით სიმინდი მომყავს და ემოს ნელ-ნელა ვლაგდებით რა, ბოდიში არეულობში. ზარალებს შევიდა. რა ეს მე მეგონა ტატუ გაიგეთ. აუ, ძლივს ვიღაცამ დაიჯერა, ხალხო ყველა მეღადავება. Yes, რამანდელ თამაშებზე. თამაშისკენ. ჩუ, არა მაცადე. დავიდა. ნახე რა. აუ, ის არ გამაშეშო ოღონდ. არა, მაცადე, მივამაკანტე. აუ, რა გინდა ჩემ ტატუსთან, რა მნიშვნელობა? არ ხარ. True MC ხარ და fake. აუ, True MC და fake MC და აუ, ვითომ არ იცის ხო, აბა რა არის? კი ვაროიდა, არ დავაკვირდი. ანუ ვერ ხვდები რა მნიშვნელობა აქვს ფეიქია თუ არა. რა მნიშვნელობა? აქ ნიშნავდა რეპერი ფეიქია თუ არა? რეპს და ტატუებს რატო ვაერთიანებთ? ტატუ კულტურაც ძალიან ისეთი დიდი კულტურაა ძმა. გაევღადაო შენც კიდე. ოკეი. ჩემს სულ ერთია ბიჭო. მოკლედ დღეს გიორგის არ წერთ. აი ტრეკი იყო და ანუ ლილპამი ხო ფეიქია, მაგრამ რაღაც ტრეკები მე ვასწავლე. რატოა ფეიქი? 6ix9ine უეჭველი ფეიქია, რაღაცებს რო ბაზრობს ვისფრი ესო და სნიჩია ამ დროით, მაგრამ კაი ვეშებია. აი ფეიქ
ხო შენ ხო ატყობ რომ პერსონაჟი არის ხო გისწორდება რაღაცა რა ვეთანხმებები кейს Outlaws რო იყო თუპაკის ჯგუფი ხო იცით Outlaws და მაგ იდიამენმა იბაზრა ზუსტად რომ ყველა ტიპი არის ფეიკი შენ ეს თუპაკი არისო ფეიკი ან მსახიობი ყველა არის მსახიობი თავარია შენ yes შენი როლი დააჯერ ყველა მე ფეიკია სახში მარტო რო არის yes ის და რაღაცები და არა აუ ხო როქს უსმენ ამ ტეხავს ძალიან არა ყველა იცლება გინდა არის bring the vibe ariek feel the vibe მოკითხა bring the vibes ქართული არის ხო კი როკი და რა ვქნათ აი მე ხო ვაი ეს რა მაგარი რაღაცა სახში დაასწორა აუ კი მოკეთ კომპანიებო ვინც ამას აკეთებს გამოგვიგზავნეთ მე და кейს დავკიდებ სახში კაი კინო ისე პოზაში რო არის წინაზეც ეგრე პოზაში იყავი რა დახტინათ მოვალ ჩემთვის რა შემოდი მანდადი ამის სპონსორი ძა მოდი ნაგავიყო შენ ხო ბაზარი არა ერთი აქეთ დადგეს მეორე აქ ჩემი აიდოლი გაიჭი აი რა მაგარი ფუდი შეარჩენაც სახო დადექი ყვავილებისკენ გადი იქით მოდი აი აქ პროსტა ხალხი ხოდეს და რა მოდი ყვავილებისკენ გადი ისეაც გათანაბრებულები ხართ ნათ კაი რა ლაინი თქვა მე მგონი თუ შენი ლაინი იყო ისეთი არა ტასი არა ანუ აჰასია კაი მიდი რა ახლა ილია ვარ და რაღაცები არ დამიწყო ეგრე უხსნათ ხო მე არა ეს უსამართლობა გაირკვა ეს რა ანუ არ გვაცლიან მეგობრებო ჩაწერას აქ დვიჟოკი თუ რაღაც ჩაირთო დვიჟოკი თოლი შენი საყვარელი არა უკვე წამო არ გავიწია წამო გადა კაი ერთოს დავამთავრე აუ მე მაიკთან ერთად ვცეკვავ მარტო თუ ერთად ვიჩითებით დასვამები ხო და კიდე მაგბეთრებზე არ ვიცი დღევანდელზე ბოის კრეკი მაიკის ეკვა არის ახალი ისა რა ქვია მე მაგას ხელებიგანზე და ამოძრავე კეფას შალიჩობ და ოღონდ ცოტა თანამედროვე ვარიანტში რა ცეჩი რა მე ცოტა ჩემებურად გადავაკეთე აი კითხვა რამე წავიღადავთ კითხა მიდი რამე წავიღადავთ გიორგი შენ ციხადაობები მიდი გიორგი ეს არის ჩემის მაგას გამარჯობა რამე გითხარი წავიღადავთ წარი ტიპია ვერ გეტყვის ეს ვადი შედის არა მე ანეკდოტებიც არა რამე გევასება ცხოვრებაში მაგას ხმამაღლა ვერ ვიტყვი არა თქვენ ვიცოდით ის არა აბა არა უკვე ის არა ეგ ის არა ეგ ანერვიულ და ხვედე მოკლედ ისეთ კითხვას ვუსვამ ენაისის აუთფიტში დაანახე ყველაზე მეტად მევასება საყურეები ნახე რა ხელა არის შეხეთ ჩემ ხელა ეს რა არის კაი რამეა ანუ რეკლამისთვის დაგვიკავშირდით პელეს საყვარელი ლუდია ხო არა ხო გამოცოცხლი ცოტა ხოძე მოდი აუ კაი რასო დაგრუზო რა ხდება რატომ იღებს ეს ვისია რატომ იჭირავს სადوان აუ ეხლა არა იჭრა ბანი როგორც იცი ხოლმე მიყურე ეხლა გადაიმეორე ტექსტი შენ აღარ გიყვა სახელმწიფო ვაგებთ რა ეს მეგრული იყო? ჰა, ეხა წავალთ და გადაიმეორე. მეგრულად როგორ არის ეგ? განძრევა? ხوارხვალ. თავში ვირუსებით უკვე ერორი არ დარესის თავიდან ჩემი პისტოლია მე თუ მინდა freedom ვიყო თავისუფალი იგი არავის არ ინდობს მახლა არის უფალი გამოვაღებ windows კარი არის უნარი თავი მუდამ ცდილობს მე ვარ თავის სტუმარი ჰო მასაწონის ბიც და ოჯებში უჯივი ჩვენ თავს ოქტაგონის გონგი გდანელი ვარ სპიდი კარ ვიცი ცნობა სწორის მარა გიჟი მეგრელი ვარ არ ვიცი ცნობა წერის როცა გულით მასთან მივდივარ
ვარ ვაჭერ გას ვიჭერ skills number 1 შრომაში rest in peace fresh mudam with free steals chill out house ქავი ძირს ფასი ენა sweet red drinks გავწდები თავს თუკი გამკრავ pills Usman mob სხვა ვარ deep ვიცი ვინ ვარ this is shit ნაცია შენ რო გვერდზე გადადიხარ ესეც ავტომატურად შენ გიყურებს და შენ მოყვება და მე მეც მოვდივარ მე კიდე მიდიხარ თელი კადრი აი ეგ დავიწოთ კამიშაწერა და აქ დავამთავრე და გიგძალავენ კიდე კაი ჩართული მაკიე აუ ეხლა წყალი მომეს და წავიშორებ არა რა გინდოდ მე მომწო არა დამკბინე ეზარება ეხლა მე დამკბინე რა დამკბინა გიორგი შენი სახეო ოღონდის კბენის თავი არ მაგადა რატო ჩავიცი შო აი კოღო დამაჭდა გიორგი დამარტყი კოღო მაზის გიორგი სისხლ რატომ ხიე სახეში არ მეჯდა აქ მეჯდა გიორგი როცა გაწმენდ მაგ სათვალეს არსა დაგეკარგოს მიყვარს ტერმინატორები ძალიან გიხდება აზლობა მაგა სკაპ როცა იმდენი წყალი ჩამომივიდა შუბლიდან აი ის როს ვიგე ვა ხვედე როგორ რა მოხდა შენ და რა მოხდა ვერ და რა მოხდა მითხარი დაჟე იგებ აი და რა შეშოხდებით ბრატ სად არის ჩემ დათოს ვერ გოით რა მეც ვეძებ სანთებო იქ იქნება სადაც უკან სანთებო დათო ოღონდ შენი ქმარი მე ხვედე რა უნდა ეხლა აუ ის ნახე ესპანეთის ის რა მორჩა რა ხდება კიდე არ არის მაღალი მორჩა 23 თქო ყველაფერი მგონია და ბოლოს ესა გავხედი იმასკენ მეთქი არ თქო ის უბრალოდ რეაქციებს აუყარ არ უნდა შენ რა სიტყვი ბათლებზე ნიკი ხო აუ ეს ამას არ კითხო ეს მე არ კითხო ძმა ვინ არის მიკერძოებული რა ანუ ერთი წამი ნიკისკენაც იყო და მედმოსას ბაუნსობდით იმისკენაც ეგ რა რა ვქნა ძმა შუაში ვერ დავთექი და ორივე კარგი იყო ეხა შენი კომენტარი რა თუ შეიძლება ალექს რა ბაუნსობდით ვაფშე არ იყო პრობლემა დედას გეფიცები ვენა ანუ ჩემთვის მართლა მნიშვნელობა არ ქონდა რა რომელი მოიგებდა ან რომელიც არ ჩემთვის come on man okay let's go oh young Mike გამოიწვიე ჩემი ძმა ხარ მარა როგორ გაჭამეს Quiz. ქურდა რა ხდება ბიჭო ასე უტიფრად რატო იტყუები ხალხის წინ რას უთმოები ყველაფერს აბა მაგალითად რა ჯერ სანამ მამას ახსენებ ძმა სანამ მამას ახსენებ ჯერ შეისწავლე flex რატო მაიცა კენი როუზ მოდი კენი რამე კენი აი აქ ვიზავ ხა მოიცა აგებს ესპანეთი 2-0 იგებს იამალის დუბლით აუ ვიღადავს ახლა თქვენ შორის დაუწერად თქვენ შორის ვიღადავს ყველაფერი მორჩა 10 წამში აი მოკლედ მე ერთ-ერთი ყოფილი გამომწერი ვარ ნათიასი უბრალოდ ყოფილი რას ნიშნავს გამომწერი არა რა ქვია პატრეონის ყოფილი გამომწერი თორე YouTube-ზე მოდი ვთქვათ რომ 5000 ლარი გაქვს მაქსიმუმი რა ლარი ვთქვი ხედავთ ეს უკვე მოთხოვნა ლარი ძმა 5000 რო იყოს შენ გამოძრავდი არა ლაპარაკი შეიძლება ლაპარაკი შეიძლება შენ გამოძრავდი ლაპარაკი შეიძლება არა პირის მოძრაობაა უჩებს ხო ამოძრავე ანუ შენ გეი ხარ მაგრამ შენ ყველა ვარიანტში გეი ხარ რატო იმიტომ რომ კაცები მოგწონს ჰა კაცები ხო გიბასება მაინც ხო გაინძარი ციალ აუ